ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი გიორგი მეჭურჭლიშვილი. ხო, დემოგრაფია დღეს არის სრულყოფილი სრულფასოვანი მეცნიერება, ხო? და მოსახლეობის კვლევას, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის გავრცელებული მითები სხვათა შორის წარსულში მრავალმილიონიან მოსახლეობაზე, რომელსაც არც ისტორიული, არც დემოგრაფიული, გეოგრაფიული ლოგიკა არ აქვს და არც ეპოქების თავისებურებებს არ აკმაყოფილებს და არც არქეოლოგია არ ადასტურებს, დიდ ზიანს აყენებს ისტორიის უფრო რეალისტურ აღქმას. მაშინ სოფლიო იყო ბევრად უფრო მე ვიტყოდი ეს ატომიზებული, დაყოფილი კონკრეტულ რეგიონებთან კომუნიკაციები იყო ძალიან შეზღუდული, განუვითარებელი. შეიძლება დაზუსტებული რიცხვი არ იყოს, მაგრამ მასშტაბებს ვიკებთ. რა თქმა უნდა. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაძლოა ჩვენი პლანეტის მოსახლეობამ არც არასდროს გადააჭარბოს 10 მილიარდს, ან გადააჭარბებს, მაგრამ რამდენიმე დეკადის მერე მაინც ქვევითკენ წამოვა. მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Nexty. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი Wine, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. ასევე პოდკასტის ხარდამჭერია Classroom G, პლატფორმა, რომელზეც მასწავლებლები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან. აღსანიშნავია, რომ Classroom-მა დაამატა რამდენიმე ახალი აპლიკაცია მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის. სხვა დეტალებს კი ნახავთ უკვე აღწერაში. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი გიორგი მეჭურჭლიშვილი. მოგესალმები გიორგი, მიხარია მწარე პოდკასტში რომ ამჯერად სტუდიაში მეწვია, იმიტომ რომ ადრე შევახსენებს მენას რომ იყო გიორგი ჩვენთან ერთხელ სტუმრად. მაშინ ვისაუბრეთ ქართველი ხალხის იდენტობაზე შუა საუკუნეებში. და დღესაც პრინციპში ძალიან საინტერესო თემას უნდა შევეხოთ. ეს არის ისტორიული დემოგრაფია და ვინაიდან დემოგრაფია მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ხომ იმ თემებზე, რომელზეც ჩვენ აქ ვჯერლობთ ხოლმე, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მას საუბარი და მოკლედ რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა შევეხებით საქართველოს საკითხსაც. გიორგის აქვს ამ თემის კვლევის გამოცდილება, ის ასწავლის ილიაუნის და კავკასიის უნივერსიტეტში საქართველოს დემოგრაფიულ ისტორიას, შესაბამისად ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა დღეს. ზოგადად შესავალისთვის რომ ერთი-ორი სიტყვით ვთქვათ, დემოგრაფია ესაა მოსახლეობის სტრუქტურის მეცნიერული შესწავლა და გულისხმობს ისტორიული დემოგრაფია ბუნებრივია სხვადასხვა ეპოქებში მოსახლეობის ზრდას, შემცირებას, ურბანული და აგრარული სივრცეების, მიზიდულობის ცენტრების ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ. მასზე ზემოქმედებს უამრავი ფაქტორი, რა თქმა უნდა, და დემოგრაფიის შესწავლა, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისტორიული პროცესების უკეთ გააზრებისათვის. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით კვლევების ნაკლებობა ქართულ ენაზე და ის გავრცელებული მითები სხვათა შორის წარსულში მრავალმილიონიან ქართულ მოსახლეობაზე, რომელსაც არც ისტორიული, არც დემოგრაფიული, გეოგრაფიული ლოგიკა არ აქვს და არც ეპოქების თავისებურებებს არ აკმაყოფილებს და არც არქეოლოგია არ ადასტურებს, დიდ ზიანს აყენებს საქართველოს ისტორიის უფრო რეალისტურ აღქმას. შესაბამისად ამ ეპიზოდში ვეცდებით, რომ აი ზოგიერთ ამ საკითხს უფრო ახლოს შევეხოთ და მიახლოებითი წარმოდგენა მაინც შეუქმნათ ჩვენს მსმენელს და ზოგადად ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს, თუ რა არის დემოგრაფია, როგორ ხდება მისი შესწავლა და რა მეთოდოლოგიით ბუნებრივია, როგორ განსაზღვრათ სხვადასხვა ეპოქაში ადამიანების რიცხოვნობას და შესაბამისად ეს როგორ ზემოქმედებს მე უკვე ისტორიულ პროცესებზე. ალბათ პირველ რიგში მაინც უნდა დავიწყოთ თვითონ დემოგრაფიის განმარტებით და როდის დაიწყეს მისი კვლევა და როგორ განვითარდა მისი მეთოდოლოგია დასაწყისიდან დღემდე. ხო, ძალიან საინტერესო საკითხი არის. უნდა ვთქვათ, რომ ახლა დემოგრაფია დღეს არის სრულყოფილი სრულფასოვანი მეცნიერება, ხო? და მოსახლეობის კვლევას, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ მათი რაოდენობის დადგენის გარეშე ძალიან ძნელია რაღაცაზე იმსჯელო, გააკეთო გათვლები, შეეხოთ თუნდაც ეკონომიკურ საკითხებს და ასე შემდეგ, ხო? დღესდღეობით ყველა ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში ცდილობენ მაინც რომ ჩაატარონ აღწერები. უმთავრესი საშუალება დღეს არის აღწერები, გარდა ამისა სხვა უამრავი საშუალებაც არსებობს, რაც ირიბ მონაცემებს შეგაგროვებინებს, ხო? ამ საკითხს ყურირებს, თქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მათ შორის აი გაეროც მუშაობს ამ საკითხებზე, გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელიც უნდა შეასრულონ სხვადასხვა ქვეყნებმა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ისტორიულ დემოგრაფიას, თავისთავად ცხადია, რომ აი ამ ტიპის აღწერები, რაც დღეს არსებობს, რაც ჩვენ გვაქვს, მაგალითად, თუნდაც საქართველოში 2024 წელს შეტარდა ბოლო აღწერა, ანდაც სხვაგან, ამ ტიპის აღწერები არ ტარდებოდა. ეს საკმაოდ ახალი მოვლენა, დაიწყო უმეტესად მე-19 ზოგან მე-20 საუკუნეებში, აი პიონერები შეიძლება ითქვას გამოჩნდნენ მე-17-18 საუკუნეებშიც კი, მაგრამ მანამდე უფრო სხვა ტიპის ინფორმაცია გროვდებოდა. ეს იყო ძირითადად ფისკალური სახის ინფორმაცია, სადაც აი უბრალოდ გადასახადის გამომღებთა რაოდენობა დგინდებოდა, ან მოლაშქრეთა რაოდენობა დგინდებოდა. ანდაც ესე თუ ის ფეოდალი ატარებდა რაღაც სხვადასხვა მიზნით
გარკვეულ გამოკლებას აღწერას მაინც გადასახადებიულად ყველაზე ხშირი. გადასახადები იყო უმთავრესი. ანუ ამ შემთხვევაში ხო, ანუ უმთავრესი ესეთი წყარო, თქვა თუ გვიან შუა საუკუნეებს ავიღებთ, იგივე ადრეულ ახალ ხანას, არის ერთად აი ეს ფისკალური მონაცემები, ხო? ეს სხვადასხვა დავთრებიც, მაგალითად ჩვენ შემთხვევაშიც დგებოდა საქართველოშიც ეს დავთრები. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, კი ბატონო, ეს ოსმალეთის მიერ ჩატარებული ეს კვლევები, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. თვითონ ქართველი მეფეების, ფეოდალების ადგენდნენ რაღაც სხვადასხვა დოკუმენტებს და ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება იქიდან, თუმცა რა თქმა უნდა ყველა მათგანი არის ნაკლოვანი და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მიზანი იყო სრულიად სხვა. მიზანი არ იყო მთლიანი მოსახლეობის დათვლა ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაშინ სრულიად სხვა ამოცანები ჰქონდათ დასახული მათ. მაგრამ დროთა განმავლობაში, აი მე-19 საუკუნიდან უკვე დემოგრაფია როცა მეცნიერებად გარდაიქმნება სრულყოფილ მეცნიერებად, ხომ? ნელ-ნელა ისტორიული დემოგრაფიის საკითხიც ინტერესდებიან, წარსულ პერიოდებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობით ინტერესდებიან და მე-20 საუკუნეში უკვე ჩნდებიან ძალიან სოლიდური ავტორები, რომლებიც აი ისტორიულ დემოგრაფიას იკვლევენ, ხო? რამდენი მათგანის ხსენება შეგვიძლია იგივე იან დევრი, იგივე მასიმო ლიუბაჩი, სხვები და სხვები აგერ ჯუსი არასელი. კი ბატონო. ხოდა შორს აი რადგან მეკითხებიან ხოლმე რომ ზოგჯერ რა ახსენებთ რაღაც წიგსო, მე მიაწერეთ ხოლმე ქვემოთ და მივაწერ ამ ტექსტს, მაგრამ ისე აი ეს არის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაშრომი ამ თემაზე, ეს არის ჯოსია კოქს რასელის Medieval Regions and Their Cities, ანუ შუა საუკუნეების რეგიონები და მათი ქალაქები, სადაც შესწავლილი არის დემოგრაფიული თვალსაზრისით, როგორც შუა საუკუნეების ევროპის, ისე შედარებულია ის შემდგომ ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქალაქთან და მათ შორის შორეულ აღმოსავლეთთანაც კი, ცალკეულ შემთხვევებში. კი ბატონო. კი ბატონო და აი ამ პერიოდში უკვე იწყება ისტორიული დემოგრაფიის როგორც ეთქვათ დარგის ჩამოყალიბება და იმის გააზრებაც ხდება, რომ ამ საკითხის კვლევას აქვს ძალიან დიდი შეიძლება ითქვას პრაქტიკული მნიშვნელობა, იმიტომ რომ კონკრეტული ისტორიული მოვლენების გააზრება იმის ცოდნის გარეშე თუ რა რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობდა ამა თუ იმ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე რა რესურსები, მათ შორის მატერიალური რესურსები გააჩნდა ამა თუ იმ მაგალითად ფეოდალს თუ კიდეც იმპერატორს მეფეს, არ გამოაძნელია და სრულად ახსნა მისი განმარტება იქნება შეუძლებელი, ხომ? აი ამ კუთხით ამ საკითხს მიენიჭა ძალიან დიდი ყურადღება. ეხლა არ ვიქნები ორიგინალური და არც ჩვენ მაყურებელს არ გაუკვირდება თუ კი აღნიშნავ რომ ამ კუთხითაც პიონერები იყვნენ დასავლეთში, ხო, რა თქმა უნდა, ევროპაში, შემდგომ აი ამერიკაში ძლიერი სკოლა არსებობს დემოგრაფიული ისტორიის კვლევების მიმართულებით და შემდგომ ამან ნელ-ნელა მოიცვა უფრო აღმოსავლეთის ზონებიც. დღეს ამ საკითხით რა თქმა უნდა დაინტერესებული არიან არა მარტო იგივე დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, არამედ იკვლევენ მაგალითად იგივე ჩინეთშიც, ინდოეთშიც არის ცდილობები ყოფილი საბჭოეთის სივრცესაც თუ ავიღებთ იქაც და ასე შემდეგ, ხომ? რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ გვეხმარება ეს წერილობითი მასალები, რომლებიც არსებობს შუა საუკუნეებს თითქოს ფისკალური როგორც აღნიშნე. აქ ჩვენ შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ დამატებით, რა თქმა უნდა, ის დისციპლინები, რომლებიც გვეხმარება, მაგალითად არქეოლოგია ძალიან დამხმარე არის, რა თქმა უნდა, მაგალითად ვიგებთ აი ამა თუ იმ დასახლების ფართობის განსაზღვრა შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, პრინციპში შესაძლებელია იმის განსაზღვრას, თუ რა რაოდენობის მოსახლეობა, რა თქმა უნდა, გარკვეული შუალედში შესაძლოა ეცხოვრა აქ აი ამ არეალში, ამ საცხოვრებელ სივრცეში და ასე შემდეგ, ხომ? ანუ ბევრი რამ გვეხმარება, გარდა ამისა ჩანაწერების, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ მაგალითად იგივე ჩანაწერები გვაქვს მოგზაურებისა, მისიონერებისა, რომლებიც რა თქმა უნდა ყურადღებით უნდა შეხედოს, ძალიან კრიტიკული თვალით უნდა შეხედოს, ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემურიც არის, მაგრამ მაინც გარკვეულ წარმოდგენას ქმნის და რაც უფრო ესე იგი განათლებული იყო თავად ეს მოგზაური დაინტერესებული ამ საკითხებით, აი მაგალითად თუ გავიხსენებთ მე-18 საუკუნეში ეს იოჰან გიულდენშტეტს, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და ის არა მარტო რაღაც თავის პირად ინტერესებს იმყოფილებდა, არამედ რუსეთის ხელისუფლების ინტერესებსაც გაატარებდა აქ და მისი ეს ცნობები არის ძალიან საინტერესო და ბევრ რამეს გვეუბნება, მაგალითად მე-18 საუკუნის საქართველოს. ბურნაშევსაც აქვს რაღაცები. ბურნაშევი კიდევ ეს ესეთი ძალიან საინტერესო ავტორია, მაგალითად მისი ცნობები თან პირდაპირ შეიძლება ითქვას დაზვერვითი ცნობები არის, რომ სამხედრო აგროვებს იმისთვის, რომ იმპერიის ხელისუფლება შეუქმნას წარმოდგენა საქართველოს და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზეც, ხო? კი, ძალიან საინტერესო რამ სხვადასხვა მე ურჩევს ვენას არის გამოცემული ბურნაშევის ცნობები, რომელშიც ერეკლეს შესახებ ბევრი საინტერესო რამ წერია. მისი პირადი პორტრეტიც კი არის, ასე ვთქვათ, აქ დასახელებული და ძალიან საინტერესო იდეები აქვს გარკვეულწილად ბურნაშევს, იმიტომ რომ ხა მან როგორ აღიქვა ხა ეს პირველად ჩამოვიდა საქართველოში, შეხედა კარტკახეთში რა ხდება, რამდენი დაახლოებით ქალაქებში რამდენი ხალხი ცხოვრობს, ჯარი რამდენის გამოყვანა შეუძლია ერეკლეს, თვითონ რა ინტერესები
მიზნები აქვს, მისი мотиваცია რა არის მაგალითად და ასე შემდეგ, ხო? აი მაგალითად ერთ-ერთი პირველი ავტორია, რომელიც აი ხაზგასმით აღნიშნავს ხოლმე იმას, რომ დასავლური მოდერნიზაცია იყო ერეკლეს მთავარი ამოცანაო, რასაც ცდილობდაო, რომ გაეკეთებინაო და მე ჯარის მოწყობას როგორ ფიქრობს ხარ შორის, აი დემოგრაფიისთვის ჩემი აზრით ასევე საინტერესოა ერეკლეს პერიოდში მორიგე ჯარის არსებობა, რომელიც აი ამ ხრივ ფაქტობრივად გვაქვს ჩვენ მთელი ის ხო გაკეთებული აღრიცხვები ამისი, როგორ ხდებოდა ამ მორიგე ჯარის გამოყვანა. მართალია დიდი ხანი ვერ იარსება ამ სისტემამ, მაგრამ გარკვეული პრეცედენტი იყო იმისა, რომ შექმნილიყო რაღაცა მსგავსი მიახლოებული ევროპულ სამხედრო საქმესთან, რომ აი მუდმივად რაღაც რეგულარული ნაწილი არსებულიყო ქვეყანაში, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა მაგალითად მოწინააღმდეგეს, რომელიც შეესხმოდა თავს. ნუ რაც თავარია ჩვენ დაგვიტოვა ძალიან საინტერესო მასალები, ხო? იმიტომ რომ რომელზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია გარკვეული დათვლები გავაკეთოთ იგივე იმ პერიოდის საქართველოს მოსახლეობაზე. გარდა ამისა საინტერესო არის ის, რომ აი არა მარტო ბურნაშევი და თქვათ იგივე რუსი მოხელეები, არამედ თვითონ საკუთრივ ჩვენი სამეფო კარი რაც იყო მაშინ ქართლახეთის სამეფო კარი, ისიც იყო დაინტერესებული ამ თემებით და გარდა ამისა, რადგან ამ საკითხებით ინტერესდებოდა თვითონ რუსეთის ხელისუფლებაც, ესენიც აწვდიდნენ აქედან გარკვეულ ინფორმაციას, გარკვეული ნუსხებით გებოდა სტატისტიკური ნუსხები, რომლებიც მე იგზავნებოდა და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ აი ამ ნუსხებს დავეყრდნოთ. თუმცა საჭიროა ყოველთვის ძალიან დიდი სიფრთხილე, იმიტომ რომ აი ყოველთვის გვახსოვს, იმიტომ რომ რაღაც ხანდახან ხოლმე აი არის ხოლმე მაგალითად განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში რაღაც კონკრეტული ავტორის რაღაც ჩანაწერი ამოტივტივდება იქ ის შეიძლება საინტერესო იყოს, შეიძლება გარკვეულწილად ღირებულიც იყოს, მაგრამ კრიტიკული თვალი ჭირდება მას. ხო, რა კუთხით არის ღირებული, მასაც გააჩნია. კი, რა თქმა უნდა, რა კუთხით არის ღირებული, ზოგიერთ შემთხვევაში კონტექსტზე დაყრდნობით არის განსახილველი და არა ცალკე, იმიტომ რომ ამას შეიძლება სრულად დამახინჯებული წარმოუდგენა შექმნას. ამდენად რა თქმა უნდა საშუალება იმისა, რომ ზოგადად მოსახლეობის რაოდენობაზე გარკვეული შუალედის გათვალისწინებით ვისაუბროთ, კიდაც შუა საუკუნეებში თუ ადრეულ ახალ ხანაში არსებობს საქართველოსაც მაგალითად და სხვა ქვეყნებზეც კიდევ მით უმეტეს. თუმცა ეს არ არის ერთი შეზღუდვა რაც არის, რა თქმა უნდა და არსებობს რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის რაღაც ზუსტი რიცხვი, მაგალითად ეს არ არის ესეთი აღწერა, როგორც იყო თქვა, შეიძლება ავიღოთ რაღაც აღწერა, რომელიც ეტყოდა საქართველოში 2014 წელს და გამოთვალა 3,713,000 რაღაც რაოდენობის ადამიანი, ხო? არა, ასეთ ზუსტ რიცხვს ჩვენ ვერ დავასახელებთ, მაგრამ რაღაც შუალედში საკმაოდ არც ისეთ დიდი შუალედი არ არის ეს. ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ დაახლოებით რა რაოდენობის მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, მაგალითად ჩვენ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყანაში, ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში. ცირა არის, შეიძლება დაზუსტებული რიცხვი არ იყოს, მაგრამ მასშტაბებს ვიგებთ. რა თქმა უნდა. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგადად აი, როდესაც აი მოსახლეობის რიცხოვნობას, ან ქალაქების მოსახლეობის რაოდენობას, ან ჯარების რიცხოვნობას ჩვენ ვასახელებთ ხომ კონკრეტულ რიცხვებს, ეს რიცხვები ძირითადად არის ხომ მიახლოებით. ანუ არ ჩვენ არ აღნიშნავთ იმას, რომ აი ეს ზუსტად ასეა და აი მე 1 და 2 და 3 კაცის მიხედვით არ ვითვლით უნებრევია იმას, იმიტომ რომ თვითონ ჰანს დელბრუკი, რომელიც არის სამხედრო საქმის და ზოგადად სამხედრო ისტორიის მამა ერთ-ერთი, ის აღნიშნავდა თავის დროზე, რომ თვითონ ხედართავრებმაც კი, რომელიც კრებდა ფეოდალურ ლაშქარს, ზუსტად არ იცოდა თავისი ჯარის რიცხოვნობა, იმიტომ რომ იქ გამოთვლილი იყო მიახლოებით, რომ ამ სადროშოს დავალებული ჰქონდა ამდენი კაცის გამოყვანა და იმ ფარგლებში გამოყავდა იმას შესაბამისად. ეგ კი არა, როცა რომაელებმა დაიწყეს ამის დეტალურად აღწერა და არსებობს მე-4 საუკუნის ნოტიცია დიგნიტატუმ, ხო, რომაული ეგ ეწოდებული სამსახურების სია, რომელშიც არის მოცემული არა მარტო იმ თანამდებობის პირების სია და რომელიც იმპერიას ემსახურებოდა ორივე ნაწილში, დასავლეთ და აღმოსავლეთ იმპერიაში, არამედ არის ლეგიონების და იმ რაზმების სია, რომელიც ამათუ ამ დასავლეთ იმპერიას თუ აღმოსავლეთ იმპერიაში არსებობდა და ამავე დროს მითითებული არის ხოლმე რიცხოვნობაც მათი და ძირითადად ეს რიცხოვნობა არის მითითებული, რაც ქაღალდზე უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რომის ჯარი ამ პერიოდში ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მე-4 საუკუნის ბოლო, მე-5 საუკუნის დასაწყისი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, ბარბაროსებს ვეღარ უწევს ფაქტობრივად წინააღმდეგობას, კრიზისია, მე ხედავთ ბრძოლის ველზე მათ გამოყავთ რამდენიმე 1000 კაცისგან შემდგარი მცირე რიცხოვანი შედარებით არმიები, ხოლო ქაღალდზე რო შევხედავთ, ეს არის რაღაც უზარმაზარი რიცხვები ხომ დასახელებული. ამიტომ იქ აღნიშნავს ასევე იგივე შემდგომ პერიოდის სამხედრო ისტორიის კვლევარები, რომ ეს რიცხვები, რაც ქაღალდზე გვხვდება, ამავე დროს არ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის იქნებოდა ასევე რეალობაში. იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა რამეა. ლეგიონი მაგალითად უნდა ყოფილიყო 5000 კაცად რო ვითვლით ჩვენ, ხო, საშუალოდ და ვიცით, რომ ლეგიონი ასეა. მაგალითად კეისარი რო ეგვიპტეში ჩავიდა 2 ლეგიონით თავის დროზე, ხო, კლეოპატრას მაშინ როცა საქმეს პომპეუს მისდევდა, ასე ვთქვათ, ეგვიპტეში, თითო ლეგიონი მისი 1200-დან 1600 კაცამდე ითვლიდა, იმიტომ რომ ეს ერთეულს სახელი ასე ერქვა, მაგრამ მას რა რაოდენობისაც სჭირდებოდა, იმდენ წაიყვანა. ასევე არსებობდა ვექსილაციო, მაგალითად, რომელიც ლეგიონიდან გამოყოფილი რაზმი იყო ხოლმე და შემდეგ. ამიტომ ძალიან ძნელია ხოლმე ზუსტი რიცხვების დადგენა ამ შემთხვევაში და რაც ქაღალდზე გვაქვს, ყოველთვის იმაზე ნაკლები უნდა ვიანგარიშოთ ხოლმე შემდგომ, როცა საქმეზე მიდგება ამ შემთხვევაში, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, როგორც თანამედროვეობაში, ისე წარსულში. თან მithქვეს ერთი რამის აღნიშნოთ, რომ
აი თანამედროვე არმიები, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია რეგულარული არმიები, ხო საკმაოდ გვიანდელი მოვლენა არის, ხო? რა თქმა უნდა, მე-19 საუკუნის საუკუნე, სადღაც ზოგან მე-18 საუკუნეში სადაც, მაგრამ აი standing army რაც არის, ხო თქო, ეს გვიანდელი მოვლენა არის და როგორც მithumetes მრავალრიცხოვანი. კი, როგორც ახლა აღნიშნე სწორად, ხო? კიდაც შუა საუკუნეების ფეოდალიზმს რომ წარმოვიდგინოთ, ხო? მას მე-12, მე-13 საუკუნეებში, კიდაც მე-14-ში, მას რა თქმა უნდა დაახლოებით წარმოდგენა გააჩნდა რა რესურსი ქონდა, რისი გამოყვანა შეეძლო, მაგრამ სუსტი რიცხვი არასდროს არ ესოდინებოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ გარემოებაზე იყო დამოკიდებული და გარდა ამისა, ეს იყო სწორედ ფეოდალური ლაშქარი და არა რეგულარული არმია, რომელსაც კონკრეტული ხელფასი ჰქონდა დანიშნული და პროფესია ჰქონდა სამხედრო საქმე ყაზარმებში ყოფნა და ასე შემდგომ, როგორც დღეს არის, თქვათ. ამდენად ეს თვითონ ეგეთი მარტო რომმა შეძლო თვითონ სამყარო მაშინ სრულიად სხვანაირად იყო მოწყობილი ჩვენი ცივილიზაცია სხვანაირი იყო და რა თქმა უნდა ესეც განაპირობებდა ამას, ხო? ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ესეც გარკვეულწილად რადგან ხან ვახსენე, ეს უბრალოდ იმიტომ რომ დემოგრაფიის ნაწილია ფაქტობრივად. ესეც გვეხმარება გარკვეულწილად ესეც დემოგრაფიული მდგომარეობის შესწავლაში. კი, აუცილებლად. ეხლა ხან აი რომს შეეხე, ხო? აი რომის იმპერია მართლაც არის ალბათ ერთი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა მთლიანად ზოგადად რომ ვთქვათ ეს კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი პიკი არის ასე რომ ვთქვათ და მისი დემოგრაფიული თვალსაზრისითაც მართლაც ეს იყო ძალიან თავის პიკზე რა თქმა უნდა ძლევამოსილების ხანაში დიდი რესურსის მქონე სახელმწიფო სხვადასხვა გათვლით ეხლა თუ ჩვენ ვისაუბრთ აი სხვადასხვა გათვლაზე რა უნდა ყოფილიყო რომის იმპერიის მოსახლეობა იმიტომ რომ სამ კონტინენტზე იყო გადაჭიმული ხო ივარაუდება 60-დან 75 მილიონის ფარგლებში დაახლოებით ამდენი ეხლა აქ ისიც აღსანიშნავია რომ იმ დროინდელი პლანეტის მოსახლეობა ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სადაც 250-დან 300 მილიონის ფარგლებში ეს არის აი ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნა პირველი მეორე საუკუნეები აი დაახლოებით ეს პერიოდია ხო და აქედან გამომდინარე ჩანს რომ თქვათ თითქმის მეოთხედი ადამიანებიც ცხოვრობდა ამ იმპერიაში ხო იმიტოა დიდებული იმპერია მარტო ის კი არ არის ტერიტორიულად მაგალითად იგივე მონღოლთა იმპერია შუა საუკუნეებში გაცილებით დიდი იყო მაგრამ სიმჭიდროვე იმ რეგიონში რომელსაც რომი მართავდა იყო იმ დროისთვის უმაღლესი აი სწორედ ამის აღნიშნავით ეხლა მაგალითად თუნდაც დღევანდელი მონღოლეთიც კი რომ ავიღოთ ის მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი არის ძალიან დიდი სახელმწიფო იგივე ჩვენთან საკმაოდ ახლოს მდებარე სახელმწიფო ყაზახეთის ხო ასევე რუკაზე ვთავხედო ძალიან დიდი სახელმწიფო თუმცა მოსახლეობა ეხლაც კი მცირეა და წინა პერიოდებში კიდევ უფრო მცირე იყო რა თქმა უნდა ხო ანუ ეს დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე მათ შორის გეოგრაფიაზე უპირველეს ყოვლისა რელიეფზე ამას ემატება გარდა ამისა მოსახლეობა როგორია იქ ან დაკავებული არის სოფლის მეურნეობით იმიტომ რომ აგრარული მოსახლეობა რა თქმა უნდა უფრო მრავალრიცხოვანია ვიდრე მომთაბარე ნომადი მოსახლეობა იმიტომ რომ რესურსების არ იძლევა საშუალებას თქვათ მომთაბარე მოსახლეობისათვის რომ ძალიან გამრავლდეს დიდ ტერიტორიაზე, როცა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, როცა იმავე ტერიტორიაზე თუ კი მოსახლეობა არ მკვიდრდება დაკავებულია სოფლის მეურნეობით და თუ კი ამას ემატება თან საქალაქო ცხოვრებას, ბევრად უფრო მეტი ადამიანის გამოყვებაა შესაძლებელი. ამიტომ აი თუნდაც იგივე სტეპებს თუ შევხედავთ, ჩვენს ჩრდილოეთით მდებარე დღევანდელი რუსეთის ტერიტორია რაც არის, ხო? ძალიან დიდი ტერიტორია არის ერთი შეხედვით, აი იგივე ოქროს სრუტის ტერიტორია რომ ავიღოთ, მაგრამ მოსახლეობა ყოველთვის იყო საკმაოდ მოკრძალებული. მე არ ვიტყოდი რომ ძალიან ცოტა, მაგრამ მოკრძალებული. ის ვერ შეედებდა მაგალითად იგივე ევროპის ბევრ ტერიტორიულ პატარა ქვეყნებს, იმიტომ რომ აქ ძირითადად მოსახლეობა იყო ესე იგი მომთაბარეობით დაკავებული, რა თქმა უნდა არსებობდა სასოფლო ზონებიც, არსებობდა საქალაქო დასახლებებიც, მაგრამ და ძირითადად მაინც ეს იყო და ეს განაპირობებდა კიდევ იმას, რომ აი ამ ტიპის ცხოვრების ეს სტილი არ იძლეოდა საშუალებას დიდი რაოდენობის მოსახლეობის შენახვისა. თანამედროვეობაშიც არის გარკვეულწილად აი ეს განსხვავება, ხო? მაგალითად ჩვენ ხედავთ ქვეყნებს, რომლებსაც უზარმაზარი ტერიტორია აქვთ, მაგრამ უფრო ნაკლები მოსახლეობა ყავთ, მაგალითად ვიდრე პატარა ქვეყნებს, რომლებსაც ძალიან მაღალი სიმჭიდროვეა, მაგრამ იმაზე უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ყავს. ხა ამას მაგალითად რუსეთი და ბანგლადეში შევატაროთ ერთმანეთს, თუნდაც, ხო? რუსეთში რამდენი ადამიანი ცხოვრობს? ბანგლადეში უფრო რამდენიმე მილიონით მეტი ადამიანი ცხოვრობს და თან რა პატარა სიმჭიდროვეში შედარებით რუსეთთან. კი, ძალიან დიდი სიმჭიდროვეა ბანგლადეში, ძალიან დიდი პრობლემაა, არ ვიცი მას როგორ მოაგვარებინა ალბათ მათი ფიქრობ ამაზე, მაგრამ კატასტროფული ვითარება ნამდვილად ხო, ასე რომ აი აქ ბევრი ფაქტორი არის, რომელიც შეიძლება ზემოქმედებდეს სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ხალხის რიცხოვნობის ზრდასა თუ შემცირებაზე, მაგრამ ტენდენცია მაინც დაწყებული ანტიკური ხანიდან, ან შუა საუკუნეებიდან, უფრო მეტად შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობისაკენ მაინც ზრდისა არის ზოგადად, რაც განპირობებული იყო ბუნებრივია ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით, საკვების, მედიცინის და ასე შემდეგ, ხო, რაც მეტ შესაძლებლობას იძლეოდა, რომ ნაკლები ადამიანი დახოცილიყო, უფრო მეტი შესაძლებლობა იყო, რომ გამრავლებულიყო ადამიანი და შესაბამისად გამოიტანა ის რომ უკვე მე-19 საუკუნისკენ მილიარდს გადააჭარბა მოსახლეობა. როცა მანამდე გვხვდება რამდენიმე ასეული მილიონი. კი, აი ძალიან სწორი შენიშვნა, აქ უბრალოდ დავზენდი რომ
ჩვენ ესე იგი ჩვენ მაყურებელმა უნდა იცოდეს რომ ეს რა თქმა უნდა მთლიანობაში აი დიდ სურათში თუ შეხვედრით ეს არის ზრდის ისტორიაა. მაგრამ ეს არ არის ეს გაბმული ზრდის ისტორია, არის დიდი ჩავარდნების ისტორია, სამ ტეხილები არის, ტეხილებად ხვდება და არა რაღაც ესეთი წრფე, რომელიც უმუდმივად მიუთითებს აი მაგაზე რომ ვისაუბროთ, რა არის ფაქტორები, ძირითადი ფაქტორები, რაც იწვევდა სხვადასხვა პერიოდში მოსახლეობის როგორც ბუმს, ანუ აფეთქებას ისა, ასევე შემცირებას ან გაქრობას. ხო, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ბევრი აქ არ არის მხოლოდ ერთი ან ორი ფაქტორი, ბევრი ფაქტორი იყო, ხო? უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანი წინა პერიოდებში, იგივე ანტიკური ხანა იქნება შუა საუკუნეები, კიდეც ადრეული ახალი ხანა, თუნდაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარამდე ბევრად შეუდარებლად უფრო მეტად იყო დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე და ზოგადად გარემოში ცხოვრობდა, ვიდრე ეხლა. დღესაც დამოკიდებული ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო დიდი იყო დამოკიდებულება. ამდენად მაგათ კლიმატური პირობების თუნდაც მცირედი ცვლილება ძალიან ზემოქმედებდა. რა თქმა უნდა, ზემოქმედებდა ის, რომ ძალიან ესე იგი დაბალ დონეზე იყო სანიტარულ ჰიგიენური პირობები. იმიტომ რომ ესეც არის გვიანდელი მოვლენა, ამის გამოსწორება მე-19-20 საუკუნეებში ხდება, ბევრგან აი ახლაც კი მიმდინარეობს ეს პროცესი, ელემენტარული ჰიგიენური პირობების მაგალითად ჩამოყალიბება, გაუმჯობესება, ხო? და ეს მე ეწოდა თავის მხრივ ბევრ სხვა პრობლემას, მაგალითად ავადმყოფობებს, ეპიდემიებს, ასე შემდეგ. და ესეც მოქმედებდა. ეპიდემიები, აგერ მივედით უკვე ამასაც მივედით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება კიდევ, რასაც ხანდახან მოყვებოდა ამა თუ იმ ქვეყნის თუ კიდეც კონტინენტებზე მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილის დაღუპვა. ეს მნიშვნელოვანი წილი როცა ვახსენებ, ეს არის არა 1 და 2%, რომელიც ასევე ძალიან ბევრია, ხო? რომ ავიღოთ კონკრეტულ რიცხვებში წარმოვიდგინოთ აბსოლუტურ რიცხვებში. შეიძლება ყოფილიყო 10%, 20, 30, რაღაც მომენტში შეიძლება ნახევარიც კი გაენადგურებინა მოსახლეობის. მაგალითად, ამ აქ ჩვენ შეიძლება ბუბონური ჭირი იუსტინიანეს დროს. კი ბატონო, იუსტინიანეს ჭირი, რასაც ეძახიან მე-6 საუკუნეში, ამას ემატება კიდევ ერთი ესეთი ძალიან ესეთი ცნობილი მაგალითი მე-14 საუკუნის შავი ჭირის ეპიდემია ევროპაში, რომელმაც ასევე ანტონინუსების ჭირი რომში თავის დროს. რა თქმა უნდა, თავისთავად და კიდევ ბევრი მე მithumet ეს არასდროს არ გამქრალა. ესპანური გრიპი მე-20 საუკუნეში, რომელმაც სხვათა შორის პირველ მსოფლიო ომზე ნაკლები რაოდენობის ადამიანი არ იმსხვერპლა და შეიძლება ვიბარდოთ რომ მეტიც კი იმსხვერპლა. გააჩნია როგორ შევხედოთ ამ საკითხს, რომ გარდა ამისა ძალიან საყურადღებო არის რომ ეს არასდროს არ გამქრალა ეს ეპიდემიები, იმიტომ რომ იგივე მე-14 საუკუნის შუა ხანებში ეს 1346-7-8 წლებში მიმდინარე შავი ჭირის ეპიდემია, რომელსაც მოსრა ევროპის მოსახლეობა, ხო, ეს ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ უნდა გვესწროს რომ 10 წელიწადში, 15 წელიწადში, 20 წელიწადში ერთხელ ამა თუ იმ რეგიონში ეს კიდევ იფეთქებდა ხოლმე, ბრუნდებოდა რაღაც დიდი მე-16-17 საუკუნეებში ხდება. შეიძლება მთელ კონტინენტს აღარ მოიცავდა, ანუ ასეთ რაღაცა შოკი აღარ იყო და რაღაც ისწავლეს მოქმედებას. ისწავლეს, რა თქმა უნდა, ეს პირველი მცდელობები მათ შორის რაღაცა აი каранტინი ასაც ქვია და სხვები ამ პერიოდიდან მოდის, მაგრამ ეს საკითხი არასდროს არ გამქრალა საერთოდ. გარდა ამისა, ანუ ეს როგორც აღნიშნეთ, ეს იყო კლიმატური პირობები, ეს იყო ეპიდემიები, ეს იყო ძალიან ცუდი სანიტარული ჰიგიენური პირობები და ამას ემატებოდა მე მაღალი სიკვდილიანობას, რა თქმა უნდა. ომიც, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იყო. კი, თან ომში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ ნიშნავს ბრძოლის ველზე დახოცილებას. აი, ძალიან სწორი შენიშვნა ამისკენ მიდიოდი მე. მაგალითად 30 წლიან ომში მოსახლეობის, ანუ მის ნაწილას და მგონი 70%-ზე მეტი დაიხოცა არასამხედრო მოქმედებებში, არამედ იქ მისგან გამოწვეულ შედეგებში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიდი რაოდენობის ლაშქარი როცა გადაადგილდება, ეს უპირველეს ყოვლისა იწვევს რას? იწვევს ამა თუ იმ რეგიონის ძალიან სასტიკად დარბევასაც, გამოფიტვასაც, ყველანაირი საკვები რესურსების სურსათის უბრალოდ მოწურვას მარაგებს. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნიდან თავმოყრილი ლაშქარი იმ დროს გვესმის რომ არ არსებობს ვაქცინაცია და შემდგომ, ანუ ეს იწვევს ეპიდემიების გავრცელებას. ამან გამოიწვია მაგალითად აი საღვთო რომის იმპერიის ტერიტორიაზე სხვადასხვა რეგიონში 20-30% მოსახლეობისას კი დაღუპვა. მაგალითად იგივე დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორიაზე დაახლოებით თითქმის სხვადასხვა გათვლით ეს მე-4-დან მე-3-დი უნდა ყოფილიყო მოსახლეობისა. ხა ჩვენ რო კარგად წარმოვიდგინოთ, მაშინ ვალენშტაინის კისერზე რა თქმა უნდა ალბრეხტის საბოლოოდ პასუხი აგო იმპერატორმა პასუხი აგებინა ოღონდ არა ამიზედის გამო და ეს შეიძლება რიცხობრივად აბსოლუტური რიცხვებში, იმიტომ რომ მაშინ მოსახლეობა ნაკლები იყო, არ იყოს იმდენი, რაც მაგალითად პირველ მსოფლიო ომს და მეორე მსოფლიო ომს ემსხვერპლა, აი რაც კარგად ვიცით და ჩვენ მახსოვდება შეიძლება. მაგრამ იმ დროისთვის შეიძლება უფრო მეტი იყო. პროპორციულად მეტი არის და ესეც გასვალისწინებელი არის, ხო, რომ ანუ პროპორციულად ეს კიდევ განსაკუთრებით მძიმე იყო, ხო? ანუ აი ეს ფაქტორები მოქმედებდა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციების განუვითარებლობა. აი ეს კომუნიკაციების განუვითარებლობა, იმიტომ რომ დღეს ხო, როდესაც რიგითი ქართველი თუ
რიგითი ფრანგი ან რიგითი ჩინელი დგება და რაღაც შეძენა უნდა, მიდის უბრალოდ ახლომდებარე მაღაზიაში და სურსაცაც შეიძენს, რაც ჭირდება, წამალსაც იყიდის, ასე შემდეგ, ხო? მაშინ სოფლიო იყო ბევრად უფრო მე ვიტყოდი ეს ატომიზებული, დაყოფილი კონკრეტულ რეგიონებთან კომუნიკაციები იყო ძალიან შეზღუდული, განუვითარებელი და ამას მოყვებოდა ის, რომ ამა თუ იმ რეგიონში მაგალითად მოუსავლიანობა როგორც წესი ნიშნავდა აქ ძალიან დიდ პრობლემებს, მათ შორის შიმშილსაც. სხვა თუ არაფერი ეს მომარაგება იყო ძალიან რთული, ნელი პროცესი, მე სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი. როდის მიაღწევდა მასთან ინფორმაცია, რამდენად სწრაფად მოახდენდა რეაგირებას, რამდენად ჰქონდა მას საერთოდ ამისი რესურსი იმ მომენტში, ხო? ცენტრალიზებული სახელმწიფო როცა არ არსებობს, ძალიან ძნელია, ხო, ამას გამკლავება. რა თქმა უნდა და როცა არსებობს, მაშინ თავდაპირველად ძალიან დიდი დრო ჭირდება, რომ მოიკრიბოს ძალა, ხო? მაგალითად დღევანდელ სოფლიოში წარმოუდგენელი იქნებოდა იმის დაშვებაც კი გონებაში, რაც მოხდა თუნდაც აი უფრო შორეულ წარსულში ვიმართავდა, აი მე-19 საუკუნის ირლანდიაში, მაგალითად როცა უბრალოდ შიმშილმა კი ბატონო, იმიტომ რომ აი კარტოფილის კულტურას შეექმნა პრობლემა, გააჩნდა პარაზიტი, ამან იმ მსხვერპლა მოსავალი, ანუ პრაქტიკულად აღარ არის მოსავალი და შემდეგში იმის მიუხედავად რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, ისე არ ყოფილა რომ არაფერი არ გაეკეთებინა, მაგრამ მაინც მსხვერპლი იყო უდიდესი, რაღაც სხვადასხვა გათვლის მილიონსაც აჭარბებს. ამას მე მოყვა კუნძულის დიდწილად დაცლაც კი, გარკვეულწილად დაცლაც, იმიტომ რომ აგერ იმის მიერ მოსახლეობა ჩვენ პლანეტაზე იმიგრაციაშიც ძალიან ბევრი წევდა და აგერ ის რომ დღეს ამერიკაში, ავსტრალიაში, კანადაში უამრავი ირლანდიელი ცხოვრობს, ხო მათ ირლანდიური მიგრაცია ფეროთ ადრე დაიწყო, მაგრამ აი მე-19 საუკუნის შუახანებში მოხდა რომ აი ამ საშინელმა მოვლენამ. თან წარმოიდგინეთ, ხდება მე-19 საუკუნის შუახანებში და წარმოიდგინეთ ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ამ პრობლემის მოგვარება. რა თქმა უნდა, ეს უფრო კარგად არის დოკუმენტირებული თან. შეიძლება იგივე და უარესიც ხდებოდა, უბრალოდ ჩვენ შეიძლება უბრალოდ სადღაც რომელიღაც ქრონისტის ჩანაწერში ხდება 2-3 წინადადება და მორჩება. ახლა ამაზე საერთოდაც არ ჩათვალა საჭირო. ყოველთვის ხა საინფორმატიანები განსაკუთრებით მსგავს ფაქტებს იშვიათად აქცევდნენ ხოლმე ყურადღებას, მით უმეტეს აი საქართველოში განსაკუთრებით და ხო რაღაც იყო დიდი შიმშილი და მორჩა და ხო, მე მახსოვს მაგალითად რომ იგივე ინგლისში უილიამ დამპყრობელის პერიოდში ხდება ეს მოვლენა, როდესაც უილიამ დამპყრობელმა ილაშქრა ჩრდილოეთში, როცა ინგლისი იპყრობდა. იმყარებს ძალაუფლებას. ის მე თითქოს თავის მახსოვს მისი აღსარება ბოლოს, როდესაც აღწერილი არის, ამბობს რომ ანუ მე იმდენი ის გავანადგურეთო იქო, წამოვიღეთო მთელი მოსავალიო და გავანადგურეთო ყანებიო და ეს შემდეგ რომ იქო დიდი შიმშილობა გამოიწვია და მე იმდენად ბევრი ხალხი დაიხოცაო იქ შიმშილობისგან რომ აი ცოდვა დააწევდა ასე ვთქვა ამას და შესაბამისად წარმოიდგინეთ რომ მაშინ ერთი მოუსავლიანობაც კი ნიშნავდა ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების დახოცვას უბრალოდ შიმშილისგან. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სოფლიო არის აი დღევანდელი გლობალიზებული არ არის, ეს ზოგიერთ შემთხვევაში თვითონ ერთ ქვეყანაში ცალკეული რეგიონები ძალიან იზოლირებულები არიან და აი იქ კონკრეტული რაღაცა ძალიან ცუდი მოუსავლიანობა იქნება, ეპიდემია იქნება თუ სხვა რა, ეს იწვევს თავის მხრივ უკვე ძალიან მოვლენების ძალიან ცუდ განვითარებას, შიმშილსაც და ასე შემდეგ, ხო? და ეს გამახსენდა იოსების ამბავი ბიბლიიდან. შიმშილობა იქნება და მოიმარაგეთ ამ წერს ძალიან ბევრი ხორბალი და მერე გადარჩევით შესაბამისად და ეგვიპტე რო გადარჩება ამითი და სხვები სხვა მეზობელი მხარეები და რო ჩადიან, რომ იქიდან იყიდონ ხორბალი მერე, იმიტომ რომ სხვა ყველგან მოსავალი განადგურებული არის ამ შემთხვევაში. ასე რომ წარმოვიდგინოთ, რომ იმ დროშიც რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას და მით უმეტეს რომ ეგვიპტე მაშინ მთელ ხმელთაშუაზღვისპირას აჭმევდა ფაქტობრივად. კალათა იყო, პურის კალათა იყო, იგივე რომისთვისაც და რომის ბეღელი. კი, რომის ბეღელი ნამდვილად, ხო? ანუ ამ ყველაფერს ქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. იგივე პირველ-მეორე საუკუნეებში საკმაოდ ესეთი რომის იმპერიაში როგორც აღნიშნეთ ძალიან დიდი მოსახლეობა იყო იმ თავის დროისათვის და შემდეგში აი მაშინ როცა იწყება ეს ხალხთა დიდი გადასახლების პროცესი, როცა ინგრება რომის იმპერია, როცა ეგრეთ წოდებული ბარბაროსული სამეფოები ჩნდება, რა თქმა უნდა კონკრეტულად ევროპას მე-3 საუკუნის კრიზისიც, მე-3 საუკუნის კრიზისი, რომელიც ამას თან უსწრებს წინ, ხო? ამის შემდგომ რა თქმა უნდა ხდება კლება, მოსახლეობის კლება მოყვება, მე ემატება აი მე-6 საუკუნეში ყველაზე ცუდი პერიოდი არის აი სწორედ ეს იუსტინიანეს პერიოდში ეს მაშინ ეს ეპიდემია, ამას ემატება კიდევ ეს სამხედრო მოქმედებები, გარდა ამისა კლიმატური პირობების გაუმჯობესება და ივარაუდება რომ მე-6 საუკუნის შუახანებში კონკრეტულად ევროპის მოსახლეობა გარკვეულწილად ისტორიულ მინიმუმზე შეიძლება დასულიყო. ახლა 535 წელს დაიწყო გამყინვარება, მცირე გამყინვარების პერიოდი, რომელიც პროკოპე კესარიელს აქვს აღწერილი თავის ომების ისტორიაში და იქ აღმოჩნდა რომ აი ჩამოწვა ისეთი ღრუბელი რომ მზეს აღარ ატარებდა და შესაბამისად აცივდა მე ყველგან მოუსავლიანობა იყო, ჭირი გავრცელდა, დაიხოცა ხალხი და ასე შემდეგ და შესაბამისად აი ეს ბუნებრივი აი ჩვენ ახლა ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე კლიმატურ მდგომარეობას.
აი ხოდაშორის წინა ეპიზოდში, რომელშიც იულონ გაგუშიძე ყავდა სტუმრად, ბატონმა იულონმა ისაუბრა იმაზე, როგორ შეიცვალა საქართველოში კლიმატი საუკუნეების მანძილზე და არქეოლოგიაში როგორ არის ეს ყველაფერი დადასტურებული. მაგალითად ისეთი სცენარეებზე, რომელიც მაგალითად მაშინ იყო და დღეს საქართველოში არ ხარობს, ან ეხლა ისევ დაიწყო გახარება, იმიტომ რომ დათბობა დაიწყო ისევ, მაგრამ ის ამბობს, რომ მე-17 საუკუნემდე მაგალითად ზეთისხილიო, ჩვეულებრივი ხილი იყო ქართლსა და კახეთშიო, როდესაც მე-17 საუკუნის მერეო ფაქტობრივად გაქრაო და დღეს დაიწყესო ისევ მოყვანა, იმიტომ რომ ისევ დათბობა დაიწყო მაგალითად. აღნიშნავს ასევე იმას, რომ ამ კლიმატურმა მდგომარეობამ ანტიკურ ხანაში მაგალითად როცა დასახლებული იყო ქიზიყი და მაგალითად კახეთში შირაქის ველი იყო დასახლებული, სადაც უამრავი 14 ნასახლარი იყო და ესენი ძველი საუკუნის მე-5 საუკუნის მერე 14-ვე გაქრა, იმიტომ რომ იქ შეიცვალა ჰავა და შესაბამისად წყალი იყო უკვე ნაკლები, მოსახლეობა ვეღარ გაჩერდა იმ ტერიტორიაზე, დატოვეს ის და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად უკვე. ამიტომაც არის აი ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება საერთოდ მთელი დემოგრაფიული ის გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ბევრად დამოკიდებული იყო ადამიანი, აი შევაჯეროთ, ბევრად დამოკიდებული. ხალხთა დიდი გასაღლება. რა თქმა უნდა, ბევრად დამოკიდებული არის ადამიანი და გარდა ამისა კონკრეტული სამხედრო პოლიტიკური მოვლენებიც ამ ყველაფერს ცვლის, ხო? აი ამიტომ მე ადრეულ შუა საუკუნეებში ხანდახან ბნელ საუკუნეებსაც იხსენიებენ, ხო? აი ამ პერიოდში ევროპაში მოსახლეობა მაგალითად კონკრეტულ ევროპაზე თუ ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე შეიძლება ითქვას დასავლეთ აზიაზე, წინა აზიაზე, ზეხიან ახლო აღმოსავლეთზე, აქაც საკმაოდ შემცირებული არის, თუმცა ვითარება აქეთ აღმოსავლეთში უფრო უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე თქვათ იმავე ევროპაში იყო. თუმცა ეს კლიმატური პირობები როგორც ხანდახან ძალიან ცუდ სამსახურს უწევდა, ესე იგი კაცობრიობის მოსახლეობის რაოდენობას, ისე ეხმარებოდა კიდეც მას. მაგალითად აი უკვე მე-11 საუკუნის მიჯნიდან მე-14 საუკუნემდე ეს არის უწყვეტი თითქმის შეიძლება ითქვას პლუს-მინუს 300 წლიანი აღმავლობის ხანა არის, როდესაც იმავე ევროპაშიც და დასავლეთ აზიაშიც მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, საბოლოოდ ის უნდა ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთშიც და გარკვეულწილად აი უკვე მე-14 საუკუნის დამდეგს ერთგვარად თავის მაქსიმუმზეც კი ადის, ისე რომ მაგალითად აი კონკრეტულად შუა საუკუნეების ევროპის უდიდესი ქვეყანა, რომელიც იყო დემოგრაფიულ თვალსაზრისით, ეს იყო საფრანგეთის სამეფო, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, ყველაზე კარგად დასახლებული პოლიტიკური ერთეული, ურბანიზებული, განსაკუთრებით მისი ის ნაწილი, რომელიც დღეს არ არის საფრანგეთის ნაწილი, მაგრამ მაშინ საფრანგეთს ეკუთვნოდა, თუმცა ყოველთვის პრობლემის შემქმნელი იყო ფლანდრიის საგრაფოს გულისხმობ. ხო, ანუ აი ეს პოლიტიკური ერთეული თავის ძლევამოსილების პიკზე აღწევს, უახლოვდება 15-20 მილიონის ფარგლებს, ხო? შემდგომში 14 საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემია, კლიმატური პირობების ცვლილება, როდესაც ისევ აცივება ხდება და ბევრად რთულდება ვითარება, ისევ ქვევით ჩამოდის და ამ ზღვარს მე ხელახლა უახლოვდება ისევ მე-16 საუკუნის ბოლოს, შემდგომ უკვე აქ რელიგიური ომები მოქმედებს, ჩამოდის ქვევით და მე ამ ეგრეთ წოდებული 20 მილიონიანი ჭერის, აი ზღვარი, რომელსაც შუა საუკუნეებში საფრანგეთი ვერ არღვევდა, გარღვევა და გადალახვა ხდება მხოლოდ მე-18 საუკუნეში. სხვა ქვეყნებში შედარებით ნაკლები იყო მოსახლეობა, თუმცა იქაც იყო გარკვეული ზღვარი, რომლის გადალახვაც ჭირდა იმ რესურსების და იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც მაშინ არსებობდა, ხო? და ეს მოქმედებდა. ჩვენ ქვეყანაზეც პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მეტნაკლებად იგივე, რომ არსებობდა რაღაც რესურსი, რაღაც ზღვარი, რომლის დაძლევაც შუა საუკუნეების რეალობაში პრინციპში შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. ჩემის აზრით ასე რომ აი რაღაც რამდენიმე მილიონზე, ბევრ მილიონზე როგორც ცნობილი თემა არის, ხო? საუბარი შუა საუკუნეების საქართველოში მე სრულად გამორიცხულა, რაღაც კურიოზულადაც კი მიმაჩნია პირდაპირ რომ თქვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს აი იგივე მე-18 საუკუნეში ჩვენი ოქროს ხანა რაც ითვლება, ხო? საქართველოს მაშინ იმ დროის რეალობის, თქო, აი ამას გავუსვათ ხას, იმ დროის რეალობის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყო საკმაოდ კარგად დასახლებული, მაგრამ აქაც აი ყოველთვის იმ დროის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ფაქტორი ავიწყდებათ ხოლმე ყველაზე შეიძლება. იმიტომ რომ როდესაც ვახსენებთ მაგალითად აი დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული თქო თამარამდე, აი ხორეზმოთა შემოსევამდე და მონღოლების შემოსევამდე პერიოდს, ხო? ამ პერიოდში ჩვენი პლანეტის მოსახლეობა არის 400 მილიონზე ნაკლები. ამ დღევანდელზე 20 ჯერ და შეიძლება 22 ჯერაც ნაკლები. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს სამეფოს მოსახლეობა ჩემი წარმოდგენით ყოველ შემთხვევაში ეს უნდა ყოფილიყო და კიდე რაღაც გარკვეული მონაცემის დაყრდნობით შედარებით კომპარატივი სტილის გამოყენებით, რა თქმა უნდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არა თანამედროვე საზღვრებში, არამედ თავის მაქსიმუმზე შეიძლება თავისუფლად შეიძლება დავუშვათ ყოფილიყო 1.5 მილიონი 2 მილიონის ფარგლებში. აი ეს მესახება მე რეალურ მონაცემად. იმ ტერიტორიის ჩათვლით, სადაც მოიცავდა დღევანდელი სომხეთის ტერიტორია, აზერბაიჯანის დღევანდელი ნაწილი, ასევე ჩრდილო აღმოსავლეთ თურქეთის ნაწილი, ხო? ეს იყო ძალიან დიდი მოსახლეობა, თუ გავითვალისწინებთ.
იმას, რამდენი იყო ზოგადად სოფლიო მოსახლეობა. აქედან თავისთავად ცხადია მულტიეთნიკური შემადგენლობა იქნებოდა როგორც საკუთრივ ჩვენი ქართული მოსახლეობა, ასევე რა თქმა უნდა სხვა ეთნოსები, იგივე სომხები, თუნდაც მუსლიმური მოსახლეობა, ებრაელები, რა თქმა უნდა, თურქულენოვანი კომპონენტიც უკვე იყო ამ დროს კავკასიაში, ისე როგორც გარკვეულწილად ირანული კომპონენტიც, რა თქმა უნდა, ხომ? მაგრამ ეს არ უნდა ჩაითვალოს, რომ იცი რა დღევანდელზე ორჯერ ნაკლებია. დღევანდელზე ორჯერ ნაკლები რა თქმა უნდა არის და ტერიტორია უფრო დიდი. მაგრამ თავისი დროისათვის პირიქით ბევრად დიდი არის. ასევე უნდა აღინიშნოს ერთი რამ, რომ ჩვენ აუცილებლად შევადაროთ ერთმანეთს ხოლმე, ანუ კომპარატივული კვლევა გვჭირდება ამისი, როდესაც ვსაუბრობ დემოგრაფიაზე, იმიტომ რომ სხვა კონტინენტზე და სხვადასხვა ცივილიზაციებში სხვადასხვანაირი დემოგრაფიული განვითარება ხდებოდა საუკუნეების მანძილზე. აი მაგალითად ამერიკის ინდიელებში, მაგალითად ევროპაში შუა საუკუნეებში, იგივე პერიოდში მაგალითად აფრიკაში ვითარება. ხო, ინდოეთსა და ჩინეთში მაგალითად. აი მაგალითად რითი განსხვავდება და რა შეიძლება ითქვას, აი თანამედროვეობა წარსულისაგან ამ თვალსაზრისით აი კონტინენტებზე. ხო, ანუ ძალიან დიდი განსხვავება, ძალიან დიდი სხვაობა არის. ხა დღეს მაგალითად აი კონტინენტებსაც თუ ავიღებთ, დღეს მაგალითად ყველას სმენია რომ ეს დემოგრაფიული კრიზისი უდგეს ევროპას, ხო? მაგალითად კიდევ ჩრდილოეთ ამერიკაშიც არის პრობლემები, თუმცა არა ისე ღრმა. მაგრამ ჩვენ თუ ავიღებთ აი იმავე მაგალითად მე-19 საუკუნეს, ჩვენ დავინახავთ რომ ყველაზე სწრაფი ზრდა იყო სწორედ ევროპაში. და ამის მიზეზი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ აი ეს პირობები, რაც მაგალითად მანამდე ზრდის ტემპს აფერხებდა, ძალიან ნელი იყო, ხშირად დიდი ჩავარდნებიც ხდებოდა და მე აქედან ამის ხელახლა დაბრუნება საწყის წერტილზეც მე კიდევ უფრო ზრდა ძნელი იყო, ხომ? აი ამის გამომწვევი მიზეზები სწორედ იქ აღმოიფხრო პირველად, იმიტომ რომ სანიტარო ჰიგიენური პირობები იქ გაუმჯობესდა პირველად, იგივე კომუნიკაციებიც იქ გაუმჯობესდა პირველად, ტექნოლოგიური წინსვლაც ევროპაში იწყება, რა თქმა უნდა, ამას ემატება მედიცინის განვითარებას და ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ მანამდე არსებული ესეთი პატერნი რაც იყო, რომ ანუ მაღალი შობადობა, მაგრამ ძალიან მაღალი სიკვდილიანობას და ამიტომ ზრდა ძალიან მიზერული და ზოგჯერ შეიძლება პირიქით შემცირებაც იყო. ახლა შეიცვალა რამდენიმე თაობის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში შეიცვალა იმ ვითარებით, როდესაც იყო მაღალი შობადობა და სიკვდილიანობა შედარებით შემცირდა. აი ამან გამოიწვია ეს დიდი აფეთქება, ბუმი, გარკვეულწილად, რამაც მაგალითად მე-19 საუკუნეში კონკრეტულად ამ კონტინენტის მოსახლეობა პრაქტიკულად ორჯერ გაზარდა. ისე როცა მაგალითად აზიაში ამ ხელას და არ ყოფილა იმ მომენტში და აფრიკაში კიდევ უფრო ქვევით და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ კონკრეტულად ზოგიერთ რეგიონზე ნაკლები ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ გარკვეული დასკვნების გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია. აქაც ეს არის აღსანიშნავი, როცა ჩვენ ქვეყანაზეა ლაპარაკი, აი რუსეთის შემოსვლის მერე იყო გადარჩენის დაღუპვის პირას ვიყავით და მე დავიწყეთ და კონკრეტულად ქართველების და რაც იყო მე-19 საუკუნეში, ოდნავ რომ გავასწრო მოვლენებს, ვიტყვი რომ ეს არის დაახლოებით 2.1-2.2 ორჯერადის შუალედში. ამაში არ არის არაფერი გასაოცარი. ეს არ ყოფილა რაღაცა ექსპლიციტური და რაღაც გასაოცარი ძალიან დიდი ტემპით გამრავლება, ასე შემდგომ უბრალოდ იგივე მაგალითად გერმანელების რიცხვი ბევრად გაიზარდა იმავე პერიოდში, იმიტომ რომ იქ უფრო ძალიან სწრაფად შევიდა ეს რაღაც განვითარება, რაც იყო, რამაც ხელი შეუწყო ამ პროცესებს, ჩვენთან შედარებით გვიან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ კონტინენტები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. აი ევროპაში მაგალითად ეს შეიძლება ითქვას. თუმცა ევროპა იყო ძალიან კარგად დასახლებული უკვე იმ დროს, განვითარებული საქალაქო ცხოვრებით. იგივე შეიძლება ითქვას აღმოსავლეთ აზიაზე. ზოგიერთ რეგიონში გვიან წამოეწია ამ პროცესს. თუმცა დღესდღეობით მაგალითად აფრიკა არის ყველაზე ზრდადი კონტინენტი, ძალიან სწრაფი ტემპებით იზრდება და ევროპაში კრიზისი ამდენად, რა თქმა უნდა, კულტურებს, ცივილიზაციებს გააჩნია და ეს ყოველთვის ცვლილებებს იწვევს. უფრო მეტიც, ცოტა უფრო წარსულში წავიდეთ, გავიხსენოთ მე-15, მე-16, მე-17 საუკუნეებში, როდესაც ევროპელებმა კოლონიზაცია დაიწყეს მაგალითად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა, შემდგომში უკვე ავსტრალიაზეც მივიდნენ მოგვიანებით პერიოდში. ეს რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობაზე ძალიან მძიმე დაისახა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს კოლონიზატორთა ქცევითაც იყო განპირობებული, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრ შემთხვევაში უბრალოდ იმიტომ, რომ ეს მოსახლეობა ათასობით წლის განმავლობაში სულად იზოლირებულად ცხოვრობდა, ხო? და ეს იზოლირებული ცხოვრება მერე უცებ მოვიდა შემხებლობაში სრულიად სხვა ცივილიზაციასთან, ხალხთან და ამან რა თქმა უნდა დაავადებები გამოიწვია და ძალიან დიდი სიკვდილიანობა გამოიწვია, რა თქმა უნდა და ბევრი შეიძლება ლოკალური ტომი თუ კონკრეტული კულტურა განადგურდა კიდეც, ხო, რა თქმა უნდა. თუმცა იქითკენ მოსახლეობა მაინც არასდროს არ ყოფილა ისეთი, აი იგივე ამერიკას თუ შევეხებით განსაკუთრებით კიდევ ავსტრალიას, რომ მაგალითად რაიმე შედარებაში მოსულიყო იგივე ევროპასთან ანაზიასთან. მაინც უმთავრესი ესე იგი რეზერვუარი, იმიტომ რომ აი ყოველთვის იყო ევროპა და ევრაზიის
ისე დიდი კონტინენტი რო ავიღოთ ეს ერთი კონტინენტი სიამდვილეში წმინდ გეოგრაფიული თვალსაზრისით თუ შევხედავთ ეს იყო რა თქმა უნდა უმთავრესი არეალი განსახლებისა ადამიანის და ცივილიზაციების უმთავრესი კერა რა თქმა უნდა სხვაგანაც არსებობდა ცივილიზაციები იმავე აფრიკაშიც იმავე ამერიკაში ძალიან საინტერესო ცივილიზაციებია მაგრამ მაინც აქ იყო ყველაზე დიდი კონცენტრაცია განსაკუთრებით მის ისეთ ზონებში რომელიც ადამიანის ცხოვრებისთვის ყველაზე მისაღები იყო და ხელს უწყობდა ასე ვთქვათ გამრავლებას და სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, საქალაქო ცხოვრების განვითარებას და ასე შემდეგ. ეგ ზონა პრინციპში გადის სუბტროპიკულზე და ზომიერზე, ხო, უმეტესად, სადაც ხდებოდა ეს. ნამდვილად. მაგრამ დღეს მაგალითად შეიცვალა გარკვეულწილად ეს თუნდაც იგივე აფრიკის მაგალითზე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ შეცვალა პირველ რიგში თანამედროვე ცხოვრების წესმა, გლობალიზაციამ, ტექნოლოგიებმა, მედიცინამ და ასე შემდეგ, ხო? და თანაც აი მაგალითად ეხა დღეს თუ სადმე არის მოსახლეობის ძალიან ისეთი ზრდა შენახსენ ეხა აფრიკაშიაო მაგარის და განსაკუთრებით, ხო? აი თითქოს როგორი მომენტია, იცი? ყველა ქვეყანაში, სადაც როდესაც ეს რაღაცა ბუმი ხდება მოსახლეობის და რაღაც ეტაპზე შევა რაღაც სიახლეები, რომელიც მე აუმჯობესებს რაღაც პირობებს იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანი გაიზარდოს რაოდენობრივად, რიცხობრივად, მე დგება ხოლმე პერიოდი, როდესაც სხვა პრიორიტეტები უჩნდება ამ საზოგადოებას უკვე, ხო? და აი ამის მერე იწყება ხოლმე კლება უკვე. ამას ვეძახით დემოგრაფიულ გადასვლებს. ანუ აქ არის ესეთი საკითხი, ხო? იგივე ვახსენეთ, რომ 19 საუკუნეში ევროპაში იყო ძალიან დიდი ხო, მაგრამ ეხა პირიქით. ხო, იმიტომ რომ მანამდე როგორი იყო დემოგრაფიული ქცევა, ხო? თითქოს მოსახლეობა რა თქმა უნდა მაშინაც იმის მიხედვით რომ ევროპაში ბევრი ქალაქი იყო და ზოგიერთი რეგიონი განსაკუთრებით ნიდერლანდები, ჰოლანდია, ბელგიის ზონა, ჩრდილოეთ იტალია ძალიან ურბანიზებული იყო უკვე შუა საუკუნეებში, მაგრამ მაინც თითქოს მოსახლეობა თამოყრილი იყო სოფლებში, ხო? სოფლად მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა მრავალშვილიანობა იყო ჩვეულებრივი მოვლენა, და სიკვდილიანობა იყო ძალიან მაღალი, რა თქმა უნდა. და გარკვეულ მომენტში სიკვდილიანობა დაიკლო მაჩვენებელმა სიცოცხლის ხანგრძლივობას გაიზარდა, მაგრამ ძველი ქცევა რაც იყო ჩამოყალიბებული, ანუ მრავალშვილიანობისა ისევ რჩებოდა კიდევ რამდენიმე თაობა, ხო? აი ის რამდენიმე თაობა 2, 3, 4 იწევდა სწორედ აი ამ ნახტომისებრ ზრდას. შემდეგში უკვე როცა ურბანიზაციის პროცესი კიდევ უფრო ღრმად წავიდა, როცა ადამიანების მოთხოვნილებები შეიცვალა, მათ შორის კომფორტზე წარმოდგენების და ასე შემდეგ, გარდა ამისა, უბრალოდ ტექნოლოგიები განვითარდა და ისიც უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ეს შვილი მათ შორის იყო სამუშაო ხელიც. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, ხო და შესაძლოა ეს ამ კუთხით ამდენი ხელი აღარ იყო საჭირო. ადამიანებს მოკლედ პრიორიტეტები შეეცვალა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. მერე უკვე ეს შობადობის კლებას დაიწყო, ეს გარდა ამისა, ბევრ ფსიქოლოგიურ მომენტთანაც არის დაკავშირებული. არის აქ ბევრი სხვა ფაქტორიც, ხო? ეხლა იმავე აფრიკას რო შევეხოთ, ერთი მხრივ სწორედ გლობალიზაციის პროცესმა მოიტანა რა, რომ აი იგივე საშინელი შიმშილი, ხო, აი ხანდახან აი საინფორმაციო საშუალებებში გვესმის, რომ აქ და აქ არის შიმშილი, მაგრამ ამ დროს საერთაშორისო საზოგადოება მოქმედებს, ხო, იგივე გაერო იქნება თუ სხვა უგზავნის რაღაც ჰუმანიტარულ დახმარებას, შეიძლება ხა მათთვის კომფორტულ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ მინიმუმ იმას უზრუნველყოფს, რომ რაღაც მასიური დაღუპვა არ მოხდეს. საქართველოშიც კი გახსოვს 90-იანებში ჰუმანიტარული დახმარება, რაღაც მედიკამენტებს უგზავნის, ანუ ერთი მხრივ აი იმ გარემოებებს, რაც მოსახლეობის მასიურ სიკვდილიანობას იწვევდა, ერთი მხრივ აი ეს გლობალიზაცია და სოფლიო თანამეგობრობა ნიველირებას უკეთებს, ამდენადაც შესაძლებელია, თუმცა არ სრულად. მეორე მხრივ, აი ეს ძველი ქცევა, რაც იყო დემოგრაფიული ქცევა, ყოველ შემთხვევაში ჩამოყალიბებული საუკუნეების განმავლობაში, აფრიკის ბევრ ქვეყანაში ჯერ ისევ რჩება ძალაში. და აი ეს შუალედი იწევს სწორედ ამ ზრდას. ანუ რაღაც ეტაპზე მე მანდაც მოხდება ეს შეერება. ამას ვარავდ, ეხლა მაგალითად ჩვენი პლანეტის მოსახლეობა, ჩვენ როგორც აღნიშნე, 19 საუკუნის დამდეგს მიაღწია 1 მილიარდს. ამდენ აი 19 საუკუნემდე პერიოდზე როცა ვლაპარაკობთ, რაც არ უნდა იყოს, რა მოვლენაც არ უნდა იყოს, ჩვენ გვიკავშირდებოდა თუ სხვა რომელიმე მოვლენას, აი რიცხვებს უნდა შევხედოთ ძალიან, ყოველთვის აი ეს უნდა გონებაში იყოს დაფიქსირებული, რომ ეს რიცხვები სრულად სხვა კონტექსტში უნდა გავიგოთ და გავიაზროთ. და ეხლა უკვე ეს არის 8 მილიარდს გადაცილებული არის 8 მილიარდ ნახევარს უახლოვდება მალე, იმიტომ რომ ზუსტად მაინც ვერ ამბობ, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს ტარდება აღწერა და კიდევ გარდა ამისა ზოგიერთ რეჟიმში განსაკუთრებით რეპრესიული პოლიტიკური რეჟიმი სადაც არის იქ ეს დემოგრაფია მათ შორის არის გარკვეულწილად სანახევრო манипуляციის პროპაგანდისა განიცადის, მაგალითად აი ჩინეთზე ვიცით რომ 1.4 მილიარდის ფარგლებში ყავთ მოსახლეობა დაახლოებით. თუმცა მე წამიკითხავს სტატიები კვლევები მაგალითად ემიგრაციაში მყოფი ჩინელებისა რომ ეს მონაცემი გარკვეულწილად გადაჭარბებული უნდა იყოს შესაძლოა რამდენიმე 10 მილიონითაც კი, იმიტომ რომ ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებას თქვათ არ უნდა იმის აღიარება, თუმცა ბოლო პერიოდში რამდენიმე წელს წინ მაინც მოუწია რომ რაღაც მომენტში სადღაც მოხდა შემცირება, რომ შობადობა ეცემა და ძალიან სწრაფად მოდის უკან, ანუ გარკვეულწილად გალამაზება ამ მონაცემის, ესეც არ არის უცხო დღესაც კი არ არის უცხო კაცობრიობისათვის და ეხლა იმ დროს როცა ამისი საშუალებების ნაკლები იყო, ხომ მით უმეტეს, ხო?
მაგრამ და ხშირად ვარაუდობდნენ, რომ ეს ზრდა სადამდე მივა აქ, მე მალთუს გაგვახსენდება მე-18 საუკუნეში და სხვა მოღვაწეები, ხო? მაგრამ და თითქოს რაღაც დაუსრულებელი პროცესი შეიძლება იყოს, თუმცა ეხლა როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე კვლევები რაც არის და ვარაუდები გათვლები, რომელიც შეიძლება გამართლდეს, შეიძლება რაღაც ცვლილებებს დაექვემდებაროს. შესაძლოა ჩვენი პლანეტის მოსახლეობამ არასდროს გადააჭარბოს 10 მილიარდს, ან გადააჭარბებს, მაგრამ რაღაც რამდენიმე დეკადის მერე მაინც ქვევითკენ წამოვა. იმიტომ რომ ესე იგი შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ყველგან ქვევით და ქვევით მოდის. არის კიდე რა თქმა უნდა არის ქვეყნებსაც ეს ძალიან მაღალია, ის აფრიკაში, ასევე ზოგიერთ ახლო აღმოსავლეთის მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში და არა ყველგან. ინდოეთი და მეზობელი. კი ბატონო, ინდოეთში უკვე ქვევით მოდის. პაკისტანი, ბანგლადეში აქ არის მაღალი, აი პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე არის მაღალი, იგივე სუბსაჰარულ აფრიკაში არის მაღალი. სხვათა შორის ასევე აი ჩვენთან ასევე ესეთი ერთგვარი გავრცელებული მითია, რომ აი ჩვენ მეზობელ მუსლიმური კულტურის ქვეყნებში არის ძალიან მაღალი შობადობა. იგივე თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი. მინდა აი ჩვენს მაყურებელსაც უთხრა, რომ ბევრად განსხვავებული ჩვენგან იქ აღარაფერი აღარ ხდება უკვე. ანუ ეს მაჩვენებელი იქაც ძალიან დაბლაა წამოსული და კიდევ ქვევით მოდის. უფრო მეტიც აი კონკრეტულად საქართველოს მოსაზღვრე რამდენიმე რეგიონს ძალიან აწუხებს დეპოპულაცია. აი ისტორიული აუკლაჯესაც ვეძახი ჩვენ ამაში ყველა იმ რეგიონს ვაერთიანებთ, რომელიც დღეს აღარ არის საქართველოს შემადგენლობაში და თურქეთის ნაწილია. ხო, აი ართვინი და არტაანი, ხო? ართვინი კიდევ გარკვეულწილად დგას, თუმცა იქაც კლება არის და მაგალითად აი არტაანი, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება ებმის სამცხე-ჯავახეთის მხარეს, იქ არის აი საშინელი ტემპების დეპოპულაცია არის მაგალითად აი 21 საუკუნეში მაგალითად მოსახლეობის თითქმის მესამედი დაკარგა მაგალითად არტაანის მხარემ. ძალიან მცირდება მოსახლეობა და იქ სოფლები შეიძლება ითქვას, რომ ზოგან 1-2 კომლი რჩება, ზოგან საერთოდ ხრება, ანუ ისე არ არის, რომ რაღაც ხანდახან წარმოიდგენ რაღაც შემოგვესება დიდი რაღაცა ურდოები და დასახლდებიან აქ, როცა ვხედავ, რომ აი უშუალოდ ჩვენ მეზობელ მხარეებში, რომელიც ჩვენთან არის პირდაპირ შემხებლობაში, იქ არის ეს პრობლემები, ხო? იმავე ირანსაც აქვს ეს პრობლემა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მაინც შობადობის კლება მან დაიწყო ძალიან გვიან, ზოგადად 90-იან წლებში, 2000-იანებში, 10-იანებშიც კი, მაგრამ მანამდე იმ მე-20 საუკუნეში მაგალითად ძალიან ტემპი იყო ისა ძალიან მაღალი, იმიტომ ამან გამოიწვია ის, რომ მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში ირანი, რომლის მოსახლეობაც რაღაცა 10-12 მილიონის ფარგლებში შეიძლება ყოფილიყო, აგერ დღეს უკვე არის 80-90 მილიონი და კიდევ გარკვეული რესურსი არის, რომ მცირედით გაიზარდოს, თუმცა გადააჭარბებს თუ არა 100 მილიონს ირანი, როდესმე ესეც საკითხავია. გვერდა ხოლმე წარმოვიდგინე, ახლა რომ 19 საუკუნის დასაწყისში ირანში, რომელიც არის ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მჭიდრო დასახლებული ქვეყანა იყო, 10-12 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და საქართველოში, რომელიც იმაზე 10ჯერ პატარა იყო, ხო? შუა საუკუნეებში არსებობდა ვერსია კი არა და გავრცელებული მითი, რომელშიც 12 მილიონი ცხოვრობდა საქართველოში, ხო? ანუ ამას პასუხი ძალიან მარტივია. 12 მილიონს რომ ეცხოვრა, ან გინდათ 7 მილიონს რომ ეცხოვრა, მაშინ მე სუმციად დღევანდელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ილაპარაკებდა ქართულად. იმიტომ რომ აქედან დაიწყებოდა აი მასიური გადინება ხალხისა და იმიტომ რომ უბრალოდ არ იქნებოდა საშუალება იმისა რომ რესურსი არ ეცხოვრა. ჩვენ კიდევ ერთ რაღაცასაც შევხედოთ, აი საქართველოს დღევანდელი ტერიტორია არის 70,000 კვადრატული კილომეტრი, ხო, მეტი არა. ისიც და ოკუპირებული ტერიტორიები ჩათვლით. ამას დავუმატოთ, თქვათ, კიდევ ისტორიული ქართული მიწისასაც მივიჩნევთ, თქვათ, იგივე სამხრეთ აღმოსავლეთში, კიდევ აღმოსავლეთში რამდენიმე რეგიონი მოკლედ, ეს სომხური ტერიტორიები, რომელიც 19 საუკუნეში შედიოდა. ჯერ საკუთრივ ეთნიკურ ქართული შეხედავთ და მე დავუმატოთ სომხური მიწებიც, ხო? ეს თავის ეთნიკურად ქართული მიწები თავის ყველაზე მაქსიმალური გათვლით ალბათ 100,000 კვადრატული კილომეტრი შეიძლება ავიღოთ, ამას დავუმატოთ აი სომხური მიწები, რომელიც შემოდიოდა კიდევ რაღაცა შარვანის ნაწილი, ასე შემდეგ, ალბათ 150,000-180,000 კვადრატული კილომეტრამდე შეიძლება ავიდეთ. ოღონდ აქ არის ერთი გარემოებაც. საქართველოში არის ძალიან სპეციფიური რელიეფი. საქართველოში წმინდად გეოგრაფიულად კვადრატული კილომეტრები თუ შევხედოთ, ანუ ფართობით, სვანეთ საკმაოდ დიდი რეგიონი არის. ასევე თუ გავაერთიანებთ აი მცირე რეგიონებს, პატარ-პატარა რეგიონებს, რომელიც გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, აი თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, ხევი, ჯამში, ესეცაც 5,000 კვადრატულ კილომეტრს გადააჭარბებს კიდევ ისტორიულად დვალეთი, რომელიც დღეს ახლა რუსეთის შემადგენლობაშია, ლეჩხუმი კიდევ, ხო? ანუ ესეც საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, მთიანი აფხაზეთი, მაგრამ ეს ამ რეგიონებში მოსახლეობა ყოველთვის იყო ძალიან ყოველთვის იყო მცირე და რაღაც ზღვარს ვერასოდეს ვერ გადააჭარბებდა. ეს გამორიცხული იყო, იმიტომ რომ იქ კლიმატური პირობებია, რელიეფია ისეთი, ამდენად აი ამ ტერიტორიასაც როცა ვახსენებთ საქართველოს, ხო ძალიან მთიანი ქვეყანაა საქართველო
საქართველო და ამიტომაც არის რომ გვაქვს მოსახლეობის კონცენტრაციის ორი უმთავრესი არეალი გვაქვს ხო კოლხეთის დაბლობზე დასავლეთში და მეორე აღმოსავლეთში აი მტკვრის დაბლობი და ამ მტკვარს უერთდება ასევე იური და ალაზანის ანუ შიდა ქართლ-კახეთის დაბლობი ნაწილი და კოლხეთის დაბლობი ხო და დანარჩენი ნაწილი არის ზოგან რთული კლიმატური პირობებია, ზოგან ძალიან რთული პირობებია და რელიეფია და ეს რა თქმა უნდა მოსახლეობის რაოდენობაზე აისახებოდა. იმავე აი სვანეთი რო ახსენე, მაგალითად მე-19 საუკუნის 80-იან წლებში სვანეთის მოსახლეობა იყო 14-15,000 ფარგლებში. ჩვენ შეიძლება ვერავდოთ რომ შუა საუკუნეებშიც თუნდაც გინეს მე-17-18 საუკუნეებში ეს შეიძლება ყოფილიყო დაახლოებით ამდენივე. შეიძლება 10-12,000. შეიძლება ნაკლებიც, შეიძლება რაღაც მომენტში ოდნავ მეტი, იმიტომ რომ თქვა რაღაცა ეპიდემია თუ რაღაცას კონკრეტული მოვლენა იფეთქებდა, მაგრამ არსებით ამ ფარგლებში იტრიალებდა. იმავე თუ აღხსენებთ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს თუ შევხედავთ, აქაც ჩვენ რას ვთქვათ, აი ხევსურეთში და სხვა მხარეებში 3, 4, 5,000 ადამიანი, 6,000 ადამიანი თავის მაქსიმუმზე, ანუ ეს შემდეგ რო შევაჯამოთ საქართველოს ტერიტორიის აი ფართობი რომ ავიღოთ რა ნაწილია საკმაოდ დიდი პროცენტს მივიღოთ აი მარტო ისეთი მთიანი მხარეებით რომელსაც აპრიორი აქვს უკვე ისეთი შეზღუდვა რომელსაც არათუ მაშინ ახლაც კი ვერ ეყოლება რაღაც ღრული მოსახლეობის რაოდენობის მიღმა ასე თქვა ვერ გაარღვევს კი აი ხა თუნდაც რომ როცა აღინიშნება ხოლმე რომ აი დაიცალა რაღაც სოფლები მთაში მაგალითად და აღარ ცხოვრობს ხალხი და ჩამოვიდა ქალაქებში ურბანიზაციამ გამოიწვია ხო შევხედოთ იმ სოფლებში თუნდაც სახლების რაოდენობას ამ ფართობს ანალიზებს ხო იქ რო სრულად შევსებული იყოს ის რამდენს მიაღწევს მისი მოსახლეობა მთლიანობაში მაინც ამიტომაც არის რომ აი ეს რაღაცა ზღვარი დემოგრაფიული ზღვარი არსებობს რა რომელიც გეოგრაფიული გარემო იწვევს თავისთავად შესაბამისად აქედან გამომდინარეობს მე ის რომ რასაც ვეღარ გადალახავ აი თუნდაც ასევე რადგან ვადარებთ ერთმანეთს სხვა კონტინენტებს უნდა თქვა რომ საზოგადოებრივი წყობაც გარკვეულწილად მოქმედებს ამაზე აუცილებლად თუნდაც ახლა მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ შუა საუკუნეებზე, ფეოდალური წყობა ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ თვალსაზრისით, რომ ფეოდალებში ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს სოფელში, ანუ აგრარული არის, ხო, ფეოდალური ეკონომიკა, ეფუძნება მუშაობას ამ შემთხვევაში, მისი, რა ქვია, ყმებისა, მძიმე ფიზიკურ შრომას, რომელიც საბოლოო ჯამში ეს არის ეკონომიკის ბაზა რა, მეურნეობა. და ქალაქში ცხოვრობს გაცილებით უფრო მცირე რიცხოვანი ნაწილი მოსახლეობისა, მით უმეტეს ისეთ მხარეებში, როგორც არის ამ შემთხვევაში საქართველო, თუნდაც ქვეყანაში. საქართველოს ცხოვრება საკმაოდ სუსტად იყო განვითარებული. სუსტად იყო განვითარებული და გარკვეულწილად ხა აი საჭიროებაზეც არის. მაგალითად ხა თუ სამხრეთის მიმართულებით ქართველი მეფეები 12 საუკუნეში ცდილობდა რომ აეღოთ ანისი, დვინი, ხლათი და შემდეგ, იმიტომ უნდათ რომ ის ხო კარგად განვითარებული ურბანული ზონა, რაც გამოიწვია სავაჭრო გზების გავლა. ვინაიდან იქ გადიოდა მსხვილი სავაჭრო გზა, მაშინ საჭიროებად ჩდებოდა ქალაქისა და ადამიანის мотиваცია ჰქონდა რომ ქალაქში ეცხოვრა და იქ გაეკეთებინა საქმე, რომ იმით გამოემუშავებინა შემოსავალი, მაგრამ თუ მაგალითად ეს ამის შესაძლებლობა არ იყო ქალაქში ნაკლები мотиваცია იყო კიდევ იმას რომ ეცხოვრა. ამან გამოიწვია ის რომ მე-19 საუკუნემდე ფაქტობრივად იგივე ქართულ ქალაქებშიც და მათ შორის განსაკუთრებით თბილისში მოსახლეობა არც იყო ხოლმე ქართული უმეტესი ნაწილი ამ შემთხვევაში და მერე დაიწყო ნელ-ნელა აი აქ შეცვლა. კი, ძალიან საინტერესო საკითხი შეეხე. ზოგადადაც უნდა აღვნიშნოთ რომ აი ჩვენ თქვით ხა თავში რომ იმავე ევროპაში ზოგიერთი რეგიონი არსებობდა სადაც ძალიან მაღალი იყო ურბანიზაციის ზონა, მაგრამ ის ძალიან მაღალიც იმავე შუა საუკუნეებში ნიშნავს 30%, 40%, აი რაღაც შემთხვევაში ძალიან გამონაკლი შემთხვევაში 50%. როცა დღეს იტალია შეიძლება თქვა. აი იქაც იტალიაში მე მხოლოდ კიდევ ჩრდილოეთი და კიდე ასევე მილანი იქივე ავიღოთ მაგათ აი ასევე აი ფლანდრიის ზონას თუ ავიღებ და იქით ბრაბანტის აი მიდამოებს, როცა ისაც აი მართლა ძალიან გამვითარდა ვაჭრობა, ხელოსნობა, ჰანზის კავშირი. ჰანზაც კიდევ იქით, მაგრამ იმავე საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, საკუთრივ იტალიაში ზოგიერთ სხვა ადგილებში იყო აი უამრავი ზონა, სადაც ეს მაჩვენებელი იყო ბევრად დაბალი, პროცენტული მაჩვენებელი, ხო? აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ უფრო. საქართველოში ევროპასთან შედარებით, გინდაც ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონთან შედარებით, არა ყველასთან, მაგრამ ზოგიერთთან შედარებით, საქალაქო ცხოვრება უფრო ნაკლებად იყო განვითარებული. განსაკუთრებულად პრობლემური ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში. აქ აი ზოგიერთ გარკვეულ პერიოდებში ქალაქი, რასაც ქალაქს ვეძახით, თითქმის არც კი არსებობდა. აი მაგალითად მე-17 საუკუნის ბოლოს, 18 საუკუნის დამდეგს, რომელ დასახლება შეიძლება უწოდო მაგალითად დასავლეთ საქართველოში ქალაქი, ძნელი სათქმელი, იმიტომ რომ იმ მომენტში ქუთაისის ოსმალებს უკავიათ და ამიტომ აქ საქალაქო ცხოვრება ძალიან დაკნინებულია. ფოთი
სპორტს ვერც უწოდებ, იმიტომ რომ არც ჩანს რომ იქაც ოსმალები დგანან და ხუთინის რო ალყა აქვს შემორტყმული, გონით 15 ოსმალი იცავდა ციხეს და ეხლა წარმოვიდგინოთ მასშტაბები, ხო ამისი. იგივე და სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრი დღეს ქალაქის ზუგდიდ მაშინ დიდი სოფელი იყო უბრალოდ, ესე შეგვიძლია ვთქვა. ხო, რეზიდენცია იყო. გარდა ამისა, გავიხსენოთ აი ლევან მეორდადიანს თუ გავიხსენებთ, როცა ამარცხებს ალექსანდრე მესამეს რას აკეთებს? მოყავს ართმევს მას ვაჭრებს, ანუ თითქოს სომხებს ებრაელებს და ცდილობს აი რუხი გადააქციოს ქალაქად, იმიტომ რომ ეს ძალიან ჭირთასავლეთ საქართველოში ძალიან პრობლემური საკითხი იყო. აღმოსავლეთში შედარებით უკეთესი ვითარება იყო ამ კუთხით, იმიტომ რომ ქონდა გარკვეული საქალაქო დასახლებები, თბილისი უპირველეს ყოვლისა ერთად ქონდა თბილისი, გარდა ამისა შეგვიძლია გავიხსენოთ სურამი, შეიძლება ალიც ვახსენოთ, გორიც, გრემიც, რომელიც მე გრემი და ზაგემი, რომელიც აი მე-17 საუკუნეში ბაზარს უეძახდნენ. ბაზარი სწორედ ამ სახელითაც იხსენიებდა, მაგრამ მე-17 საუკუნეში ორივე მოისპო. სხვათა შორის აი ძალიან საყურადღებო მომენტია, როდესაც მისიონერები ჩამოდიან საქართველოში. თეიმურას პირველი მათ აი ლამბერტ და მის გარდა მსხვერპლიც მასთან თეატრინელები როცა არიან, თეიმურას პირველის კარზე მიდიან და თეიმურას პირველი მათ მიუჩენს ადგილს, გამოუყოფს ადგილს და ის აგზავნის მათ გრემში, რომელიც ამ დროს არის სრულად აოხრებული, განადგურებული, მისასთან გასწორებული, მხოლოდ რამდენიმე ხო, შაჰაბასმა განადგურა. რა თქმა უნდა, მე-17 საუკუნის ამდენს და რამდენიმე კომლიღაა დარჩენილი მხოლოდ აქ მოსახლე, მეტი აღარც არის არავინ და იქ პირდაპირ გვაქვს ცნობა, რომ ესე იგი თეიმურაზი ცდილობს ნებისმიერი ფორმის ცდილობს როგორმე განაახლოს საქალაქო ცხოვრება გრემში. იგივე განზრახვა ქონდა მაგალითად ზაგემზეც. რომ როგორმე და აი ამ ორ ქალაქ შუა მდებარე ტერიტორიას ეს არის დღევანდელი ყვარლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ასევე დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ბელაქანის ზაქათალის ტერიტორია, აი ამ ორ შუა დასახლებას შორის მდებარე ტერიტორიას ვერც კი ახერხებს რომ დაიცვას. გარკვეულწილად აი ცხოვრები გლეხები, აქ შემორჩენილი გლეხები, ინფორმაციას აწვდიან, პირდაპირ ეს აქვს რუსეთში მოცემული ინფორმაცია, რომ გარკვეულწილად ინფორმაციას მიაქვთ თეიმურასთან, როცა გამოშვებია ლეკები მაგალითად თავს დაესხოლა, რომ მან რეაგირება მოახდინოს. და აი ამ ორ პუნქტს კი ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას, იმიტომ რომ გარკვეულწილად იქნება აღორძინოს საქალაქო ცხოვრება, მაგრამ ეს როგორც ჩვენ ვიცით უკვე, მე გამითარებული მოვლენებში შედგა ვერ მოხდა. თელავიზიონ მოხდა, მე უფრო აქცენტი. მე თელავიზია გადავიდა აქცენტი სიგნალი უკვე მე-18 ერეკლე მეორის პერიოდში. და საქართველოში ყველაზე დიდ ქალაქად მაინც რჩებოდა თბილისი. ხო, თბილისი რაც შეეხება, თბილისი პატარა ქალაქი არ იყო, თუმცა არა იმ ხელა, რასაც წარმოუდგენიათ. მაგალითად, აი გილდენშტეტი ვახსენეთ, მასთან ხედავთ ცნობას, რომ თბილისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წინარე პერიოდებში 1770-იანი წლებია დაიღუპა ეპიდემიის შედეგად, და მაგრამ იმ მომენტში კიდევ ცხოვრობდა ქალაქში 20,000 ადამიანი. ეს ჩვენ შეგვიძლია ვივარავდოთ, რომ ქალაქის მოსახლეობა იყო სადღაც 20-25,000 ფარგლებში. ეს სოლიდური მოსახლეობა, ამბები ვიტყოდი. ეს იმავე პერიოდს თუნდაც აი ანატოლიაში ან ევროპაში საშუალო ქალაქის მაშინ ამდენად გავიდოდა. საკმაოდ მოსდილი ქალაქი არის და მანამდე პერიოდში ჩვენ ხედავთ 20,000, 10,000, 15,000 აი ამ ფარგლებში ტრიალებს. შუა საუკუნეებშიც დაახლოებით იგივე. ეს და ამ მაჩვენებლით ის სამხრეთ კავკასიაში სრულად სავარაუდებელია, რომ ყველაზე დიდი ქალაქიც ყოფილიყო. მაგრამ აქაც ზღვარი უნდა გვესმოდეს რა იყო. ეხლა რაც შეეხება ეთნიკურ შემადგენლობას აი თბილისის, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. შუა საუკუნეებში ნამდვილად თბილისი იყო მრავალეთნიკური ქალაქი. პრინციპში რომელი ქალაქი არ იყოს და რომელ კონტინენტზე ყველგან ქალაქი ეგ არის ქალაქი, რა თქმა უნდა, რომ აქ უნდა მოვიდეს ვაჭარი, ხელოსანი, რომელი სხვადასხვა სარწმუნოები, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე, ასე შემდეგ, ხომ? აქ საინტერესო რას ხედავთ? ყოველ შემთხვევაში მე-18 საუკუნეებში, როცა უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს თვითონ ქართული წყაროებიდან გარდა ამისა, უცხოელი მოგზაურების იქნება რუსები თუ ევროპელები თუ მისიონერების ჩანაწერები და ეს რაღაცას ხედავთ, რომ თბილისში მოსახლეობის ერთი ნაწილს დაახლოებით ნახევარს როგორც ჩანს. ყოველ შემთხვევაში ტურნეფორს თქვა არასწორი მონაცემები აქვს, მე ძალიან გადაჭარბებული ციფრი აქვს მოცემული სომხების, მაგრამ სხვებს აი გილდენშტეტს იგივე შარდენს ხედავთ, ნახევარზე ოდნავ მეც ხედავთ სომხებს დაახლოებით. მოსახლეობის მეორე ნაწილი როგორც ჩანს უნდა ყოფილიყო ქართული და ქართველებთან ერთად ასევე გარკვეული ოღონდ არადიდი ოდენობის მუსლიმური მოსახლეობა. ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ სპარსები, მაშინ თათრებს როგორ უწოდებდნენ თურქულენოვანი მოსახლეობა, თუმცა ესენი მაინც არ თბილისში დიდი რაოდენობით მაინც ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი, ანუ დაახლოებით აი ესეთ შუა საუკუნეებში იყვნენ. კი, დაახლოებით ესეთ კომპოზიცია ქონდა თბილისში მაშინ ეთნიკური თვალსაზრისით. ოღონდ აქ არის გასათვალისწინებელი ერთი რამ, სხვათა შორისაც მე მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სხვათა შორის რუსი მოხელეები და ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ქალაქში მცხოვრები სომხური მოსახლეობისათვის ქართული ენა არათუ ნაცნობი იყო, ბევრ შემთხვევაში მშობლიურიც კი იყო. სხვათა შორის ამ გარემოებაზე ძალიან დიდი ყურადღება შეაჩერა. პირველად მე მგონი ეს ქართველი ავტორი და მის ყურადღება შეაჩერა იყო ვახუშტი ბატონიშვილი. როცა ის აღწერს მაგალითად სომხეთის ისტორიული სომხეთის ტერიტორიას, ასევე თბილისსაც ეხება ეს, ანუ დღევანდელი საქართველოს სომხეთის საზღვაო ტერიტორიებს, აი ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილს და დღევანდელი ლორეს რეგიონის ეს სომხეთის ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილს ის წერს, რომ
როცა აქ ახსენებს შერეულ მოსახლეობას, ქართულ სომხურს, იგივე თბილისის მიდამოებში, ის ერთი მხრივ აი ამ რა თქმა უნდა ამ სარწმუნოების სომხებს და ეთნიკური კუთხითაც ენით სომხებსაც ხარს უსვამს, მაგრამ მეორე მხრივ აღნიშნავს, რომ კულტურულად, მენტალურად ყოფა ცხოვრებით, ეს ხალხი უფრო ახლოს არის ქართველებთან, ვიდრე სხვა რეგიონებში, ოსმალეთში თუ ირანის სხვა მხარეებში ცხოვრებ, სომხებთან. ანუ ეს ძალიან საინტერესო რამ არის, შენიშვნა არის, რომ მართალია ეთნიკური ეს უმცირესობები წარმოდგენილი იყვნენ საქართველოში, იგივე თბილისში და ქვემო ქართლის ზოგიერთ ნაწილებში, მაგრამ მათი ინტეგრაციის ხარისხი იყო ძალიან მაღალი. ეს მართლაც საყურადღებო მოვლენა არის, სხვათა შორის აი დემოგრაფიის თვალსაზრისით თუ შევეხებით, იმავე მე-19 საუკუნეში ჩვენ მყავდა შიდა ქართლში და კახეთში მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 საუკუნის დამდეგს აი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მომენტში დაახლოებით 50000-მდე ეთნიკური სომეხი შეიძლება ვნახოთ გორის მაზრაში, სიღნაღის, თელავის, დუშეთის, თიანეთის მაზრაში, მაგრამ მათგან მხოლოდ დაახლოებით 15%-ისთვის იყო მშობლიური ენა სომხური, დანარჩენებისთვის მშობლიური ენა იყო ქართული. იმიტომ რომ ისინი დისპერსიულად იყვნენ გაბნეული ქართულ სოფლებში, აი რამდენიმე კომლი თითო სოფლებში, განსაკუთრებით დიდ სოფლებში, სავაჭრო დაბებში, ასე შემდეგ. ამან მერე მოიტანა ის, რომ გარდა სარწმუნოებისა, სხვა თვალსაზრისით იყვნენ ძალიან ინტეგრირებულები და ბოლოს როცა უკვე საბჭოთა ხელისუფლების დროს ეს ოკუპაციის პერიოდში ეს მოგეხსენება რელიგიის როლი ძალიან შემცირდა, ეკლესიები დაიხურა. ამან მათ შორის ეს არ იყო ერთ-ერთი ფაქტორი, უცვლელად რომ ვთქვათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ხელი შეუწყო სრულად ასიმილირებას იმ მოსახლეობისა შემდგომ ქართულ სივრცეში. ანუ მე იმის თქვა მინდა რომ საკმაოდ ჰარმონიულად იყო ჩაწერილი ეს მოსახლეობა აი იმ კომპოზიციაში რაც ჰქონდა მაშინდელ აღმოსავლეთ საქართველოში ეს ძალიან მეტად საყურადღებო საკითხია მოკლედ ესეთი ერთი მხრივ მრავალეთნიკური იყო მეორე მხრივ ქართული კულტურის გავლენა იყო უდიდესი აი ამ მოსახლეობას მათ შორის ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობაზეც ენისა და ყოფა-ცხოვრებისა ტრადიციული წესისა რომელთაც მაშინ ჩვენი ხალხი ცხოვრობდა აქვე აღნიშნავ, რომ პოდკასტის კიდევ ერთი პარტნიორი არის კეტოგენჯი და მათი გამორჩეული პროდუქტი Brain Optimizer-ი. ესა ჩვენი პარტნიორის კეტოგენის Brain Optimizer-ი საკვები დანამატი, ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, რომელიც აუმჯობესებს პროდუქტიულობას, გონებრივ ფუნქციებს და გეხმარებათ ინფორმაციის უკეთათვისებაში. მოკლედ ეს არის საქმიანი ადამიანებისთვის. ეხლა მინდა რომ აი ერთ საკითხზე შევაჩერო ყურადღება, რომელიც გარკვეულწილად ეხმიანება ჩვენგან უკვე ნახსენებ აი მზდის ტენდენციას, რომელიც მოიტანა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ გარკვეულწილად შუა საუკუნეების შემდეგ. მათ შორის ჩვენ ვახსენეთ ბევრი რამ და მინდა რომ ერთი-ორი სიტყვით მედიცინაზეც აღვნიშნოთ. იმიტომ რომ აი რატომ არის მაგალითად და რა შედარების გააკეთება შეგვიძლია აი ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე მედიცინაში რა ცვლილებები მოიტანა ესეთ რომ დემოგრაფიაზე ამ ხელაზე გავლენა მოახდინა. მაგალითად ჩვენ პირველი როდესაც გვახსენდება ალბათ კარგად აღწერილი ეპიდემია, რომელსაც ებრძვის მედიცინა, არის იუსტინესა და ანტონინუსების ჭირი. ანტონინუსების ჭირის დროს მოღვაწეობს რომაელი ექიმი გალენი, რომელსაც აღწერილი აქვს დეტალებში ეს ყველაფერი, ხო? რა სიმპტომები ჰქონდა, როგორ შეიძლებოდა მასში განკურნება, ასე ყურადღება მიაქცია იმას, როგორ გადადება, როგორ ხდებოდა ადამიანიდან ადამიანამდე და ჩამოყალიბა მთელი ამ შემთხვევაში თეორია მედიცინისა, რომელიც მერე საუკუნეების მანძილზე არსებობდა და მიუხედავად იმისა, რომ მერე შუა საუკუნეებში ესეთი დიდი ექიმი როგორც იყო იბნ სინა, ანუ ავიცენა, ხო? ისიც კი გალენის რაღაცნაირად მოძღვრებას ეყრდნობოდა ამ თვალსაჩინით, აი ეს იყო 4 სითხის თეორია, ხო, ამ შემთხვევაში, რომელშიც მათი განსაზღვრავდნენ, რომელი სითხე იყო მომატებული და დაკლებული, რომ ბალანსში მოსულიყო ეს, ხო? ადამიანის ხეულთან, ასევე აკვირდებოდნენ ეპიდემიების დროს, როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი, რომ არ დამართნოდა, მაგალითად რაღაცა ვირუსი, მაგალითად თავდაპირველად თუ შავ ჭირმა გაანადგურა ევროპის მოსახლეობა, ხო? მე-14 საუკუნეში, მე დოთან გომლაში დააკვირდნენ იმას, რომ აი მაგალითად ერთად რო იყვნენ შეჯგუფებულები და რაღაცა სივრცეში ცხოვრობდნენ, იქ ყველაზე მეტად ვრცელდებოდა. დაიწყეს განცალკევება მაგალითად, ცნობილი ნაწარმოები დეკამერონი ზუსტად ამას ეძღვნება, რომ ისინი მთაში არის სადაც აღგახიზნულები, რომ აი ეპიდემიას თავი დააღწიონ და ერთმანეთს უყვებიან რაღაცა ამბებს. ასე რომ აი მედიცინა ამ კუთხით კარგად ვითარდება, მე რენესანსის პერიოდში უკვე დაიწყეს ადამიანის სხეულის შესწავლაც და დროთა განმავლობაში ამან საშუალება მისცა ექიმებს, რა თქმა უნდა, რომ შეეხედათ აი რა ზემოქმედებდა ადამიანზე, რა საშუალებებს
შეიძლებოდა გაეუმჯობესებინა მისი ჯანმრთელობა ამ შემთხვევაში. საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ალბათ დემოგრაფიული ზრდისთვის აღმოჩნდა ვაქცინაცია, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისში მკვიდრდება უკვე, ხო, აშკარად. ითამაშა დიდი როლი. ხო, ძალიან დიდი როლი ითამაშა და ამავე დროს პასტერიზაცია უსაფრთხო გახადა კვება, საკვები ამ შემთხვევაში. ამან იგივე კონსერვების წარმოება და ასე შემდეგ, რამაც ძალიან გაუმჯობესა ადამიანის ცხოვრება ამ თვალსაჩინით. ამავე დროს შეიძლება ითქვას კიდევ ის, რომ ინდუსტრიალიზაცია მოიტანა ის, რომ მოსახლეობას შესაძლებელი იყო უკვე რომ მეტი მოსავალი მოეყვანა და ამას ჭირდებოდა ნაკლები ადამიანის შრომა ამ შემთხვევაში, ფიზიკური შრომა, იმიტომ რომ ეს მანქანები აუმჯობესებდა იმას, რომ შეიძლება უფრო მეტის წარმოება, ხო, რაღაცა მოკლე სივრცეებში. აი მაგალითად მე მახსენდება ყოფ ამაზე, რომ შედარებული იყო ერთმანეთთან, აი ხა 21 საუკუნეში საქართველოში ერთ ფერმერს და ბელგიაში ერთ ფერმერს რამდენი მოსავალი მოყავს და ბელგიაში ერთ ფერმერს საშუალოდ 50-ჯერ მეტი მოსავალი მოყავს ვიდრე საქართველოში. ეს მიუთითებს იმაზე, რამდენად ტექნოლოგიურად განვითარებული არის მისი წარმოება აქაურთან შედარებით და ეს სხვაობა თავის ძროზე იყო ფაქტობრივად შუა საუკუნეებიდან ახალ ისტორიაში როცა გადავდიოდით, იმიტომ რომ შუა საუკუნეებთან შედარებით მოდიოდა დაახლოებით ამდენჯერ მეტი მოსავალი უკვე მე-19 საუკუნეში. იმიტომ რომ ინდუსტრიალიზაციამ მოიტანა ეს. ამავე დროს ეს მოიტანა არა მარტო ინდუსტრიალიზაციამ, არამედ მოიტანა კულტივირებამ, ხო? ანუ საკვები ამ შემთხვევაში იგივე ხორბალი იქნებოდა, რომ გამოიყვანეს ისეთი ჯიშები დროთა განმავლობაში, რომელიც უფრო გამძლე იყო, უფრო მედეგი იყო კლიმატის ცვლილებებთან ერთად ამ შემთხვევაში, უფრო დიდი ზომის საქონელი მათ შორის. აი ძალიან საინტერესო შუა საუკუნეებში ყველაფერი ხარ დღეს ჩვენ წარმოგვიდგენია რომ ცხენები, ძროხები და შემდეგ ყველაფერი იყო იგივე ზომის დაახლოებით. სინამდვილეში არ იყო ასე, ხო? ადამიანის უფრო პატარა სიმაღლეების უფრო პატარა ქონდა. გარკვეულწილად იმიდან იყო გამოწვეული კვებასთან არის დაკავშირებული პირდაპირ ამ შემთხვევაში ესეც ფიზიოლოგია და მედიცინა, რა თქმა უნდა, რამაც გაზარდა ზომაში როგორც ცხოველები, ისე ადამიანები საკვების რაოდენობას გაუმჯობესდა და ხარისხიც მოიმატა ამ შემთხვევაში შენახვა შესაძლებელი გახდა უფრო მეტი და დიდი რაოდენობით საკვებისა, რამაც შიმშილობები გამორიცხა თავის მხრივ და ამან გამოიწვია ეს დემოგრაფიული განვითარება თავის მხრივ. ახლა იგივე მაგალითად აღნიშნე რომ ზომებიც ხო შეიცვალა ადამიანისა, იაპონიაში მაგალითად მახსოვს მე-20 საუკუნეში საშუალო სიმაღლე 10 სანტიმეტრით არის გაზრდილი იმასთან შედარებით მე-19 საუკუნეში იყო. ახლა ჩვენ რო გვხვდება ხოლმე მე-18 საუკუნეების ასაცმელი მაგალითად ან იგივე იაპონელი სამურაების აღჭურვილობა იმდენად პატარაა დღევანდელობისთვის, რომ თანამედროვე იაპონელისთვის ის არის როგორ ვთქვა, ბავშვის ზომის არის დაახლოებით რა. არა და თავის დროზე ის იყო დასრული კაცის აღჭურვილობა. მე მაგალითად პირველად რომ ესეთი შთაბეჭდილება გამიშთა, როცა 2015 წელს ვატერლოოს მუზეუმი ვნახე, სადაც გამოფენილი იყო, რადგან ბრძოლის 200 წლის თავი იყო, ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცების სამოსი, მუნდირები და აღჭურვილობა. ეს მუნდირები იმდენად პატარა ზომის იყო, რომ დღეს შეიძლება როგორ ვთქვა, აი მე-6 მე-7 კლასელ მოსწავლეს ჩაუვიდეს დაახლოებით. იმაზე შესაბამისად ეს მეტყველებს იმაზე, რამდენად დიდი ცვლილება განიცადა კაცობრიობამ, აი იმ დროიდანაც კი აწამედოთ ესე მე-19 საუკუნეა, 2 საუკუნის წინ და რა ხდება უფრო შორს, ამაზე რა თქმა უნდა არქეოლოგია კიდევ უფრო მეც გვეუბნება. აი ხა მაგალითად არქეოლოგიური შესწავლამ საშუალება მოგცა დაგვედგინა დაახლოებით, რომ აი საშუალო სიმაღლე რამდენი ყოფილიყო შუა საუკუნეებში, როგორი ჯანმრთელობა ჰქონდა ამ ადამიანებს, ძვლების აგებულების მიხედვით ხდება ამის გაგება ხოლმე, რამდენად მტკიცია ეს ძვალი, კალციუმის შემცველობა რამდენია შიგნით და შემდეგ, ხო? მე ეს რაც უფრო უმჯობესდება დროთა განმავლობაში, მით უფრო ადამიანიც მეტი ხანს ცოცხლობს, უფრო ჯანმრთელია, უფრო მეტი შვილების გაჩენა შეუძლია და ასე შემდეგ. აუმჯობესებს ამას. ამავე დროს მშობიარობა გაცილებით ნაკლებ სახიფათო გახდა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ხე. აი მედიცინა როცა ახსენე, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ მაგალითად ქალებში სიკვდილის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო სწორედ ეს მშობიარობის პროცესი და ამას გადაყოლა. დღეს ეს არის მიზეზი დასული და როცა ხდება ხოლმე ესეთი საშინელი შემთხვევა, ეს ნამდვილი ტრაგედია არის. იშვიათია ძალიან საბედნიეროდ დღესდღეობით ეს, მაგრამ წარსულში ეს იყო აი ქალებში სიკვდილის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. მით უმეტეს უნდა გვესმოდეს, რომ მშობიარობის რაოდენობა იყო ბევრი და ეს იყო, რა თქმა უნდა, ერთი ძალიან დიდი პრობლემა და მათ შორის აი გენდერულ დისბალანსსაც ზოგიერთ შემთხვევებში იწვევდა ამა თუ იმ საზოგადოებებში, კონკრეტულ თემებში და ასე შემდეგ, ხომ? ეს ერთი ფაქტორი. ეხლა რაც შეეხება სიმაღლეს რომ შეეხება კვებას და მათ შორის აი არქეოლოგიის როლს, ხომ? აი ამ კუთხით მე ვისურვებდი საქართველოში მეტი გაკეთებული იყო, იმიტომ რომ ევროპაში როგორც არის ეს საკითხი ნაკვლევი, ხომ? არა მარტო ის თუ რა იყო საშუალო სიმაღლე მაგალითად მე-14-15 საუკუნეში, მაგრამ ინგლისში არის ძალიან საინტერესო კვლევები გაკეთებული ამ კუთხით, შვეიცარიაში არის კიდევ
არამედ ასევე პრინციპში ეს არქეოლოგია იძლევა საშუალებას იმის გაგებისას თუ როგორ და რითი იგივებოდა იმ დროს მოსახლეობა და გარდა ამისა რამდენად როდის ემთხვევა მაგალითად შიმშილის პერიოდები როცა ადამიანი ჩანს რომ ცუდად გამოიკვებებოდა და ამან გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გარდა ამისა ფენების მიხედვითაც არის დაყოფილი მაგალითად ხშირად როცა გარკვეული ხატრული ფილმებია თუ მულტფილმებიც არის შეხვედრია შუა საუკუნეების სასულიერო პირი ხშირად ეს ევროპულ ფილმებზე ვამბობ და სხვა ნაწარმოებებს გარკვეულწილად სქელი, მსუქანი, რაღაც საყვარელი სასულიერო პირები ხვდებიან და გარკვეულწილად ეს მითი ეს წარმოდგენა რომელიც ჩამოყალიბდა თუნდაც სწორიც ყოფილა შეიძლება ითქვას იმიტომ რომ სასულიერო პირები ბევრად უკეთ იკვებებოდნენ უფრო სტაბილურ გარემოში ცხოვრობდნენ ფეოდალები და უფრო ხანგრძლივად ცხოვრობდნენ ასევე კიდევ ერთი გარემოება რასაც აი როგორც აღნიშნე ხომ ცხოვრების ხარისხის გამარჯვებას და ხანგრძლივობის ზრდაზე ჩვენ შევხედოთ რა არის ახლა საშუალო სიცხის ხანგრძლივობა ხომ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში 80-ს აჭარბებს მაგალითად დღესდღეობით. საქართველოში 70 წელზე მეტი არის მაგალითად. ნუ სხვაგან კიდევ ქვევით ნაკლებია. იაპონიაში გონი ყველაზე მაღალია. იქ ძალიან მაღალია ასევე. რო შევხედოთ შუა საუკუნეებში აიყო საშუალო სიცხის ხანგრძლივობა, ერთი შემთხვევაში შეხედოთ შეიძლება თმები ყალხს დაგვიდგეს, ხო 30 წელი, 28 წელი, 32, 33 წელი. ეს რასთან არის კავშირი? ეს უპირველეს ყოვლისა კავშირში არის იმასთან, რომ ადრეულ ასაკში დაღუპვის ან ამას უკვე ახალშობილის დაღუპვის ან ადრეულ ასაკში სიკვდილის შანსი ალბათობა იყო ძალიან მაღალი. ძალიან ბევრი იყო თუ კი გარკვეულ ასაკს, აი მოზარდობის ასაკს გადაცდებოდა ადამიანი, მას ჰქონდა ყველა შანსი, მოკლედ ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგი შანსი გააჩნია კიდევ როგორი პოლიტიკური ვითარება იყო და კიდევ კლიმატური პირობები როგორი ემთხვევა, ეპიდემიები რამდენად იყო თუ არ იყო, 40, 50, 60 წლამდე ეცხოვრა. არ იყო მართალია თავისთავად ამდენი ასაკოვანი ადამიანი არ ცხოვრობდა, მაგრამ რაღაცა 70 წელი რაღაცა გასაოცარი ასაკი არ ყოფილა. ოღონდ აი ამ საშუალო ასაკს ხანგრძლივობის სიცხე დაბლა წევდა, ეკაჩებოდა, შეიძლება ითქვას აი ეს სწორედ ახალშობილებში, შემდგომ ბავშვებში ძალიან მაღალი სიკვდილიანობა. შენ კიდევ შეეხე ესეთ საკითხს, ძალიან საინტერესო საკითხს, აი ამ მეურნეობის გაფართოების საკითხს შეეხე, მექანიზაციას და ასე შემდეგ ამანაც უდიდესი როლი ითამაშა. კონკრეტულად საქართველოს საკითხი რო ვახსენოთ, სხვათა შორის ესეთი ძალიან საინტერესო ჩანაწერები გვაქვს, აი ჩვენ ისტორიაში, დემოგრაფიულ ისტორიაზე, ჩვენ დემოგრაფიას ძალიან ცუდი გავლენა იქონია ლეკიანობამ. ესეთი მოვლენა იყო, ყველა ჩვენთან მსმენია. სხვათა შორის ბევრად უფრო გარკვეულწილად დამანგრეველიც კი იყო, ვიდრე რაღაც ერთი მასშტაბური შემოსევები, რომელიც ჩვენ ვიცით. და ამის მიზეზი რა იყო? არა და აი რაღაცა ლეკების ძალიან დიდი ჯგუფების თავდასხმას თუ გავიხსენებთ, სულ 2-3 დიდ ორგანიზაციას. ომარ ხანისის რო. ერთი იყო ომარ ხანს გავიხსენებთ, შემდგომ გავიხსენებთ აი მანამდე მისი ორი თავდასხმა იყო 1800 წელს, მეორე 1795 წელს გავიხსენებთ. მანამდე ნურსალბეგის თავდასხმას 1795 წელს. სულ რამდენიმე აი ერთი ხელისთითები გვეყოფა მათ გასახსენებლად, ხომ? და პრინციპში 1-2 მათგანის გარდა ყველა დანარჩენი წარმატებულად დასრულდა. და თავისი აი მსხვერპლით რაც მოიტანა კონკრეტულმა ერთმა თავდასხმამ, ხო ახლოშიც ვერმე მაგალითად შაჰაბასის შემოსევება მოიტანა თემურლენგის თუ სხვაებმა, მაგრამ ხანგრძლივობაში იყო პრობლემა და მუდმივობაში, იმიტომ რომ მცირე თუ საშუალო რაზმები მუდმივად ესხმოდნენ თავს ქართლის და კახეთის სოფლებს, განსაკუთრებით მძიმე შედეგი ამან მოუტანა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს. არა კახეთს, არამედ უფრო მეტად კიდევ ქართლს, იმიტომ რომ კახეთის მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში ასე თუ ისე შეეჩვია ლეკიანობას და პირდაპირ ცნობები გვაქვს, რომ როგორც ისინი ესხმიან თავს მაგალითად კახეთის მოსახლეობას ასევე გადადის და ესხმის თავს აი ჭარს ეს ჭარბელაქანს ასე თუ საკუთარ დაღესტანშიც გადადიოდნენ. ხო, შიდა ქართლის ეს პროცესი, ეს ლეკიანობის პროცესი გავრცელდა გვიან მე-18 საუკუნეში და ძალიან გაუჭირდათ ქართლელ ფეოდალებს ამისთვის ალღოს აღება და ქართლის მთელი რიგი ხეობების და ადგილების მე ვიტყოდი დაიცალა კიდეც. აი მაგალითად ქვემო ქართლში იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა შექმნილი, ასევე ის საციციანო რასაც ეწოდებოდა იქაც ამის გამო. მაგრამ აი საყურადღებო რა არის ახლა შენ იმას ტექსტს რომ გამოვეხმაურած აღნიშნე ხომ? რომ აი მე-19 საუკუნეში სხვათა შორის ხალხმა ესეთი ჩანაწერებიც არსებობს ერთ-ერთი გერმანელი მოგზაურის უზოსაც მახსოვს, როდესაც ის აღნიშნავს რომ ეხლა ქართველებმა დაიწყესო საკუთარი სახლიდან და სოფლიდან მოშორებით მიწებისო დამუშავებაცო. ადრეო აი მე-18 საუკუნეშიო ამუცილობდნენ დაემუშავებინათ მხოლოდ აი საკუთარი საკარმიდაო მამული და კიდე აი სოფელთან ახლოს რაც იყო გადიოდნენ მთლიანად შეიარაღებულები თავიდან ფეხებამდე. სხვათა შორის მე ვფიქრობ კიდევ ერთი საინტერესო საკვლევის საკითხია, რასაც აი იმედი ამ უშუალოდ ამ დარგის სპეციალისტები ძალიან დაუთმობენ ყურადღებას, არის აი ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელება და მისი როლი კავკასიის პოლიტიკაში მთლიანად, იმიტომ რომ ამან გლეხებით შეიარაღდნენ ბოლოს თოფებით მე-18 საუკუნეში და ესეც მნიშვნელოვანი იყო და მანამდე ესე იგი მე-18 საუკუნემდე ესენი უბრალოდ მე-19 საუკუნემდე ესენი თავის გარშემო მიწებს ამუშავებდნენ მხოლოდ იმიტომ რომ შორს გასulis ერიდებოდნენ დიდი ჯგუფებით უნდა გასულიყვნენ რაღაც დაემუშავებინათ ყანა და ასე შემდეგ და მე-19 საუკუნეში როცა ეს პრობლემა მოიხსნა
მე დაიწყეს ამ რა თქმა უნდა მეურნეობის გაფართოება. ამასაც რა თქმა უნდა ჩვენთან კონკრეტულ იმ საკითხების გარდა რაც ახსენე, კიდევ ერთი ეს გარემოება და სპეციფიკაც ჰქონდა. ეხლა ძალიან მოკლედ კიდევ ერთი ჩემი აზრით რაც არის ძალიან არასწორი წარმოდგენა ჩვენთან რაც არსებობს არის ის რომ წარმოსახული არის ასე რომ საქართველოს რაღაც მე-13 საუკუნეში ავიდა პიკზე მოსახლეობის და შემდგომ მე-19 საუკუნემდე სულ გვაქვს რაღაცა კიდევ მცირე და ყოველი მომდევნო მოკლედ ეს არის დაუსრულებელი შემცირების მოსახლეობის შემცირების ისტორია. რა თქმა უნდა ჩვენ გქონდა ძალიან დიდი დემოგრაფიული დანაკარგების მომენტები, მაგალითად თემურლენგის შემოსევი, შაჰ თამაზის, შაჰ აბასის, ოსმალური დაპყრობები კიდევ მესხეთში ასევე ძალიან მძიმე დაისახა, მაგრამ სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ყოველთვის მოვიდოდა ქვევით მოსახლეობა. მაგალითად, თუ კი ჩვენ გავიხსენებთ, როდის იყო საქართველოს მოსახლეობა უფრო ნაკლები. მე-15 საუკუნის დამდეგს, თემურლენგის შემოსევების ახალი დასრულებული იყო, თუ მე-16 საუკუნის დამდეგს. ცხადია მე-15 საუკუნის დამდეგს და არა მე-16 საუკუნის დამდეგს. ასევე ჩვენთან მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში ხდება ეს ძალიან მე ვფიქრობდი ფატალური მოვლენა მაინც ჩვენი ისტორიის არის ეს ერთიანი სამეფოს დაშლა, ხომ? ამან დემოგრაფიაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია. ძალიან ცუდი, მაგრამ ამ ბევრი ცუდის მიღმა იყო ერთადერთი კარგი რაც შეიძლება ყოფილიყო არის ის რომ სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულების სხვადასხვა მმართველები ყავდათ ამ სხვადასხვანაირ პოლიტიკას აწარმოებდნენ მოკლედ რა ვთქვათ და ეს იმას ნიშნავს სადღაც რომ ომი იყო სადღაც მშვიდობაც იყო მაგალითად მე-17 საუკუნის პირველი ნახევარი არის აღმოსავლეთ საქართველოსთვის გაჩანაგების ხანა ხო აი კახეთისთვის განსაკუთრებით მოსახლეობის არანაკლებ 2/3 და შეიძლება 3/4-საც კი კარგავს კახეთი როცა დაახლოებით შეგვიძლია ვარაუდოთ რომ ალბათ შეიძლება თავის პიკზე 200,000-მდე ადამიანს ეცხოვრა შეიძლება ცოტა ნაკლებსაც და მე უკვე 50-60,000-ზე ჩამოვიდა სხვათა შორის ეს ასახული არის ეს ძალიან აი ამის ძალიან სამხედრო ისტორიაში ამის ძალიან კაფეო გამოხატულება გვაქვს, როდესაც ალექსანდრე მეორე მე-16 საუკუნეში კახეთში ყველაფერი კარგადაა, რუსელჩებს ეუბნება, რომ იცით აი ამ ლეკებს ამ შემთხვევაში დაღესტნელებს გულისხმობს და ფეოდალებს, არა მხოლოდ თალყეულ თემებს, რომ მე რამდენჯერმე შევთამაზეო მათ, რომ გამოვიდნენ ღია ბრძოლაშიო, როცა ისინი კახეთს ესხმიან, უკვე იწყებენ ამ დროს თავდასხმებს და აი ამ ღია ბრძოლაშიო ბოლო-ბოლო გავარკვიოთო მოკლედ ანუ შეწუხებული ამ თავდასხმებით და უნდა როგორაც თავის საცხადე ისინი ამაზე უარს ეცხადებენ და არავითარ ღია ბრძოლაში არ შემოდიან და არის მუდმივი ესეთი აბაზაკური თავდასხმების აგილობენ რა რელიეფის და გეოგრაფიის უპირატესობით. მაგრამ უკვე გაივლის დაახლოებით 50-60 წელი და თეიმურაზ პირველის ხანაში ჩვენ ხედავთ რომ ესეთ რაღაცას რომ როცა ლეკები ესხმიანო თეიმურაზიო მათო პირდაპირ ბრძოლაში თეიმურაზი აღარ შედის მათთან უკვე პირდაპირ ბრძოლაში და პირიქით თავისი რაზმებით მცირე რიცხვოვანი უკვე ძალიან მცირე რიცხვოვანი კახეთის მოსახლეობა კატასტროფულ დღეში ამ დროს უსაფრდება მათ ტყეებში ვიწრო ხეობებში მათსავე ტაქტიკას იყენებს გარკვეულწილად მათთან საბრძოლოდ. რატომ? იმიტომ რომ აი იმდენად დიდი დანაკარგი მიიღო კახეთმა ამ პერიოდში, რომ არავითარ რაღაცა ერთ გადამწყვეტ ბრძოლაზე და როგორც აი ალექსანდრე მეორემ დარწმუნებული იყო საკუთარ თავში და ჰქონდა დიდი რესურსი, რაც ჩანს, რომ მაგალითად ყოველწლიურად 13,500 კაცს კრებდა და ამბობდა ყოველ შემთხვევაში ეს ამდენად მართებულია რთული სათქმელია, მაგრამ 20-30,000-ის გამოყვანის რესურსი ჰქონდა, რაც მე ძალიან მეეჭვება, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ზომის გათვალისწინებაც კახეთის სამეფოს ჰქონდა საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნდა და უკვე თეიმურაზ პირველს ეს რესურსი არ გააჩნია, იმიტომ რომ კახეთის მოსახლეობა ამ 3-4 ჯერ არის შემცირებული და გარდა აი მაგალითად რუს მეფეს თორსა მიმართავს რაღაც დახმარების თხოვნით, გარდა რაღაც პოლიტიკური მხარდაჭერისა და ფინანსური მხარდაჭერისა თხოვს კიდევ იმას, რომ გამიგიაო მსმენიაო, რომ ჩემი გლეხებიო, როცა ეს საშინელი შემოსევა იყო, დაიბნენო და დაიფანტნენო და ზოგიო თქვენთან აი თერგზე გაშინებული რუსული დასახლებები სადაც იყო, იქაც შემოაფარაო თავი ზოგმაო და იქნებ ისინი დამიბრუნოთ, ანუ ხდება ამ საფრთხეს, ხომ? მაგრამ ეს ვითარება მაგალითად მაგ დროს გვაქვს კახეთში. იმავე დასავლეთ საქართველოს თუ შევხედავთ, მაგალითად ოდიშის სამთავროს მე-17 საუკუნის შუა ხანებში ოდიში არის თავის პიკზე პოლიტიკური ძლიერებისაც და გარდა ამისა დემოგრაფიულ თვალსაზრისითაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ცნობები ეს ევროპელი მოგზაურების ჩანაწერები, კიდეც ელჩების ჩანაწერები თუ სხვები, სადაც ხედავთ რომ მამრობითი სქესის მოსახლეობას მაგალითად ოდიში 60-დან 80,000-ის ფარგლებში. ეს ნიშნავს რომ ამ სამთავროში რომლის ტერიტორიაც თავის პიკზეც, როცა დღევანდელი აფხაზეთი რაც არის, იმისი აღმოსავლეთი ნაწილიც კელასურამდე იყო ოდიშის ნაწილი. სამურზაყანო და ოჩამჩირეს და დღევანდელი გულურფშის რაიონებიც, ანუ ხედავთ რომ ამ რეგიონის მოსახლეობა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იყოს სადღაც 120-დან 150,000-ის ფარგლებში, 160,000-ის კი შეგვიძლია დავასახელოთ. საკმაოდ დიდი მაჩვენებელია იმდენად რომ აი ლამბერტის და არა მარტო ლამბერტის სხვათანაც არის ეს საშინელი პრაქტიკა შეიძლება გსმენია კიდეც აი ამ ჩვილი ბავშვების მოკდინების პრაქტიკა როცა იყო, როდესაც იყო ხოლმე როდესაც დაქვრივდებოდა ქალი, მაგალითად ქმარი გარდაიცვალა და რჩებოდა მაშინვე ორსულად და ის მაშინ როგორც წესი მაშინვე ორს თხოვდებოდა და ხშირად მე ახალი ქმარი უბრალოდ აღარ სურდა ამ ბავშვის გასდა საკუთარ სახლში ამოთხდა პატარა ორმოს ჩააწვენდა ამ ბავშვს და იქვე დაფლავდა. აი იყო როდესაც უკვე ძალიან ბევრი შვილი ყავდათ და აღარ შეეძლო ამის გამოყვება, შემდგომ ამ ხდებოდა ბავშვების მოკდინებაც, ანუ იმის გამო რომ ერთი მხრივ
ტყიანიც არის, მაშინ ჭაობებიც ბევრი იყო, საქალაქო ცხოვრება არ იყო განვითარებული, აქედან გამომდინარე ეკონომიკური ვითარება მძიმე იყო. არც რესურსები არ იყო შემოსული. რესურსები იყო ძალიან მცირე. ეგ ძალიან სწორი, მაგალითად ერთ-ერთი მისიონერი სამეგრელოს უწოდებს, ოდიშის სამთავროს უწოდებს, ეს ბუნებრივი ციხე აღარ კაი გაგებით ამას, იმიტომ რომ ერთ მხარეს ზღვა არის, მეორე მხარეს ქედი არის, მთები, ჩრდილოეთში, აღმოსავლეთ ასე არის სამხრეთით, აღმოსავლეთით, ესეთი მდინარე, ტყეები სულ და აქ ამის დაპყრობა ძალიან ძნელი. ანუ რაღაც მომენტში თუ კი მე-17 საუკუნეში მოხდა აღმოსავლეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, იმავე მომენტში ოდიში თავის პიკზეა. მერე როცა მაგალითად სიტყვაზე ქართლში ცოტა გამოსწორდება ვითარება, ოდიში პირიქით კარგავს ტერიტორიებს, აგერ აფხაზი ფეოდალები იკავებენ ამ ტერიტორიებს, ანუ ეს ერთი მხრივ თუ კი რამეს ამ რამე პლუსი ამ დაშლობას რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ქონოდა, არ ქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მაინც რაღაცას თუ წარმოვიდგენთ, იყო ის რომ სხვადასხვა პოლიტიკური მმართველები, სხვადასხვა მთავრები თუ მეფეები განსხვავებულ პოლიტიკას ატარებდნენ და ეს მათ შორის დემოგრაფიულ ვითარებაზეც აისახებოდა და სხვადასხვანაირად ასე ვთქვათ, ხო? ამას ჰქონდათ რა თქმა უნდა თავისი დიდი მნიშვნელობა, მაგრამ თლიანობაში მაინც აი ამ მე-18 საუკუნეში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა თანამედროვე საზღვრებში თუ ავიღებთ დაახლოებით უნდა ემოძრავა სადღაც 700-800 ცოტა 1000-ის ფარგლებში შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები სხვადასხვა პერიოდში. ეს აქვთ ხო დათვლილი ქართულ დემოგრაფიის მე შემხედრია, იმიტომ რომ ადრე წავიკითხე ეს ტექსტი როგორც მახსოვს იყო მე-18 საუკუნის დემოგრაფიაზე იყო ეს ნაშრომი. კი, და აი ამაზეც მინდა შევაჩერო ჩვენი მაყურებლის ყურადღებაც. საკმაოდ კარგად არის გამოთვლილი სხვათა შორის და ეს გამოთვლები დაიწყო ჯერ კიდევ აი მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 დასაწყისში, მე საბჭოთა პერიოდში ფუნდამენტური შრომები არ გაკეთებული, სხვა საქმე ამ რიცხვების ინტერპრეტაცია, თორე გათვლები, რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები მაქვს ამა თუ იმ რეგიონზე, მაგალითად მეც მაქვს, რომ ზოგადად შეიძლება ცოტათი მეტი აქვს მოსაზრებული ამა თუ იმ მეცნიერს და შეიძლება ყოფილიყო ნაკლები და პირიქით სხვა რეგიონზე ნაკლები და მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთლიანობაში სურათი არის საკმაოდ ცხადი. ამის ინტერპრეტაცია თუ რაიმე ასე ვთქვათ უკმაყოფილების საბაბი შეიძლება გქონდეს, არის ამის ინტერპრეტაცია მეტი არაფერი. იმიტომ რომ მაგალითად აი როცა ჩვენ საუბრობთ მე-17 საუკუნეში საქართველოში, ჩვენ აქ ხედავთ როგორც აღნიშნეთ აი 700-800 ადამიანს, ხო? ცოტა მეტსაც ზოგიერთ მომენტში, ცოტა მშვიდობიან მომენტში, ცოტა ნაკლებსაც ყველაზე რთულ პერიოდებში. და ეს ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენა და გარკვეულ მტკიცებულებად იმისა, რომ აი რა კატასტროფულ დღეში ვიყავით, მაგრამ როგორც თავში ძალიან სწორად აღნიშნე 1800 წლისთვის აღწევს დედამიწის მოსახლეობა 1 მილიარდს. ეხლა ჩვენს აი მაყურებელსაც ზოგადად ისტორიით დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია უბრალოდ პროპორციულად გადაითვალოს რა არის მაგალითად 800,000 შესაბამისი დღეს. და არა მარტო დღეს, მაგალითად იგივე როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ხო აი როცა 200 წლიანი რუსეთის მფარველობის ეგრეთ წოდებული როგორც აცხადებენ ისინი ქვეშ ყოფნა დასრულდა. მაშინ ჩვენი პლანეტის მოსახლეობა იყო დაახლოებით 5.5 მილიარდი. იმ დროს იყო 1 მილიარდი ან ცოტა ნაკლები. და თუ კი გადაამრავლებენ პროპორციულად, აი დავინახავთ რომ 4 მილიონის ფარგლებში ავედით ქართველები, მაგალითად 1990 წლების ბოლოს ეს იყო პიკი ამ ყოფილი საბჭოთა ტერიტორიაზე, ხომ? თუ კი გადაამრავლებენ, დაინახებენ რომ ის ჩვენი ზრდაც რაც იყო ამ პერიოდში ნამდვილად იყო კი ბატონო, ამაში არავინ არ ეწინააღმდეგება, რომ მე-19 საუკუნეში ჩვენ მქონდა ზრდა. ის ზრდაც არის აი ამ იმაშია მოქცეული ჩვენ, ანუ არის ხალხები. დედამიწის მოსახლეობა როგორც იზრდება პროპორციულად მიყვება, კი. ჩვენ გარკვეულწილად ამ თვალსაზრისით ქართველების ვართ რაღაცა ოქროს შუალედში გარკვეულწილად, იმიტომ რომ არიან ხალხები, რომლებიც 10-ჯერ, 20-ჯერ გაიზარდნენ ბოლო 200 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით აი უფრო აღმოსავლეთში, აფრიკის რეგიონებშიც არის, კიდევ მუსლიმურ რეგიონებში ზოგიერთგან კიდევ პირიქით აი საფრანგეთი ვახსენეთ, რომ შუა საუკუნეებში სულ ევროპაში ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე სამეფო იყო, მაგრამ აი მე-19 საუკუნეში პირველად შობადობა სწორედ იქ დაეცა და მათი ზრდა რომ ავიღოთ რა იყო მე-19-20 საუკუნეებში ძალიან ცოტა. პირიქით ეხლა მაგალითად თქვით რომ იგივე ირანის მოსახლეობა აგერ 90 მილიონზეა ასული, მაგრამ მათი რიცხვი და იგივე პოლონელების რიცხვი მე-20 საუკუნის დამდეგს შესაბამისად სრულიად ერთსა და იმავე რიცხვებში მოძრაობს დაახლოებით. ოღონდ დღეს პოლონეთის მოსახლეობა არის 38 მილიონი და იმათი არის 90 მილიონი. ანუ არის ხალხები, ვინც უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ზოგადად დედამიწის მოსახლეობა, არის ვინც უფრო ნაკლებად და ჩვენ ვართ აი იმ შუალედს მივყვებით. ხო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვქონდა რაღაცა პრობლემები. რა თქმა უნდა, პრობლემები ჰქონდა განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს. კონკრეტულად აი თუ კი შევეხებით აი ქვემო ქართლის მიდამოებს მაგალითად ჰქონდა პრობლემები და კახეთის ზოგიერთ მხარეს. მაგრამ ამავდროულად უნდა გავიხსენოთ ეგეთი ფაქტი, რასაც ნაკლები ყურადღება ექცევა ჩემი აზრით, რომ მაგალითად დასავლეთ საქართველოს იყო ძალიან მჭიდროდ დასახლებული და მეცაც ვიტყოდი, ეს სხვადასხვა მე-20 საუკუნის ბოლომდე ასე იყო, რომ იგივე იმერეთის მხარე
იმერეთის სამეფო რო ავიღოთ თავის რაჭასთან ერთად, ეს არის გარკვეულწილად ჩვენი ერის, ქართველებს თუ ავიღებთ საკუთრივ დემოგრაფიული ხერხემალი, გარკვეულწილად, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მჭიდროდ დასახლებული მხარე, როგორც იმერეთი ისე რაჭა, ისე რომ მაგალითად იმერეთიდან გადმოსულმა ხალხმა შემდგომში შეავსო გარკვეულწილად დაცარიელებული ზონები იგივე შიდა ქართლში, დღევანდელი ბორჯომის რაიონის ტერიტორიაზე, მათ შორის კახეთის ზოგიერთ რაიონშიც და მეორე მხრივ იმავე სამეგრელოდან, რომელიც კიდევ ერთი მეორე ასეთი რეგიონი არის, აი სამეგრელოდან წასულმა ხალხმა შემდგომ ხელახლა აითვისა აფხაზეთის ის ნაწილები, რომლებიც მანამდეც მეგრელებით იყო დასახლებული, მაგრამ მერე დაიკარგა იმ რთულ პერიოდში, მე-18 საუკუნეებში. და აქედან გამომდინარეობს ერთი პარადოქსი, რომელიც გვაქვს, თუ კი ჩვენ ავიღოთ აი ქართულ ეთნოგრაფიულ ჯგუფებს, ერთად აი ორ ნაწილად თუ დავყოფთ, დასავლურ ქართულ ეთნოგრაფიული ჯგუფები და აღმოსავლურ ქართულ ეთნოგრაფიული ჯგუფები. დასავლეთი აღმოსავლეთი შეფარდა იმის მიხედვით, ტერიტორიულად ეს თანაბარია დაახლოებით და აღმოსავლეთი კიდევ ცოტათი მეტიც უნდა იყოს. მაგრამ ამ შეფარდებით არის 2:1-თან. ანუ დასავლელების რაოდენობა არის 2/3, აღმოსავლელების 1/3-იც კი და ცოტა მეტიც კი მგონი და დასავლეთს 1/3. არა და იყო პერიოდი, როცა პირიქით იყო. ეს ვითარება უნდა დამდგარიყო გვიან შუა საუკუნეებში. მანამდე პირიქით უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ აღმოსავლეთი უფრო მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დასახლებული, მაგრამ ვინაიდან მერე აი რთულ პერიოდებში მე-16-18 საუკუნეებში ყველაზე მძიმე დარტყმები მაინც აღმოსავლეთმა მიიღო, იმიტომ რომ გეოგრაფიულად უფრო გახსნილი არის სამხრეთიდან. ისედაც დასავლეთიდან კი მონათვაჭრობა იყო, ადამიანებით ვაჭრობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ოსმალეთის მმართველობა გაცილებით უფრო ფორმალური იყო შედარებით დასავლეთში და თანაც ამავე დროს განსაზღვრავდა იმას, რომ უშუალოდ დასავლეთ საქართველოსზე არ ხდებოდა სხვა ძალების შეტევა, იმიტომ რომ ოსმალეთის გავლენის ზონა იყო. კი ბატონო. ასე რომ განსაკუთრებით ამას აკონტროლებდა და კიდევ ერთი მომენტი, რამაც ჩემი აზრით გამოიწვია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ზრდა, იმიტომ რომ ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეების გვიან შუა საუკუნეებამდე ეს არის მეჩხერად დასახლებული ადგილი ძალიან. ჩემი აზრით ეს ამ ზრდის გარკვეული წილი მოდის ამერიკიდან შემოტანილ პროდუქციაზე, რომელმაც აქ შეძებელი გახადა, რომ თუ თავის დროზე მაგალითად იგივე პროკოპის კესარიელიდან დაწყებული აქ ყოველ საუბრობენ იმაზე, რომ პური არ მოდის საკმარისი, შემოტანა უხდებოდათ მათ მაგალითად ან მცირე აზიიდან, ან აღმოსავლეთ საქართველოსდან და ძირითადად ღომით იკვებებოდნენ, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით მოდიოდა და ნესტიანი ნიადაგის საშუალებას არ იძლეოდა რომ მეტი ყოფილიყო. მერე უკვე მე-16-17 საუკუნეში საშუალება გაჩნდა აქ სიმინდისა და მნიშვნელოვანი თავარი ესა ხო ამ შემთხვევაში რესურსი, რაც დასავლეთ საქართველოს შემოვიდა საკვების სახით და მე დოთანკომში შემოვიდა ლობიო უკვე ამერიკული, შემოვიდა პამიდორი, შემოვიდა კარტოფილი უკვე მე-19 საუკუნეში და შეიცვალა გარკვეულწილად სურათი უკვე ანუ გაჩნდა ისეთი საკვები, რომელიც მოყვანა შესაძლებელი იყო დასავლეთ საქართველოში და რა თქმა უნდა უფრო გაამრავალფეროვნა ამან და შესაძლებელი გახადა ის, რომ შიმშილობები აერიდებინათ იგივე თავიდან, უფრო მეტი რესურსი მიეღოთ, ხო? ეს ფაქტორი იყო კი მე-18 საუკუნეში ახალი კულტურები იწყებს დამკვიდრებას და სხვადასხვა საინტერესო მომენტი არის რა აი ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე მათ შორის ქართულ ისტორიკოსებს ბევრი უფიქრეთ და უწერიათ ამაზე აი რაუშლი და ხელ საქართველოს გაერთიანებას მაგალითად რატო ვერ აღდგა ეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობა ამ პატარ-პატარა სამთავროების გაერთიანება რატო ვერ მოხდა ოსმალეთი და ირანის განაწილება ეს იყო მაგრამ აი ამაში მუდმივი შუღლი იყო და აი საინტერესო მაგალითად ერთი გარემოება რომ აი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მაგალითად აი კახეთის და იმერეთის მეფეების შორის უსიამოვნების მე არ ვიტყოდი რომ ძალიან დიდი იმიტომ რომ უსიამოვნების ერთ-ერთი მთავრესი საგანი იყო სწორედ აი დემოგრაფიული საკითხი ის რომ რახან დასავლეთ იმერეთის სამეფო იყო საკმაოდ ძალიან მჭიდროდ იყო დასახლებული, მაგრამ უფრო ღარიბი იყო, შეუდარებლად უფრო ღარიბი იყო ვიდრე ქართლის სამეფო, ცხოვრებას უფრო ჭირდა იქით ვიდრე აქეთ. ეს უნებრივად იწვევდა რას, რომ ეხლა აღმოსავლეთის მოსახლეობა აკლია და დასავლეთში იმერეთის სამეფოში ჭარბათაა. ეს ამას მოყვებოდა ის, რომ აი იგივე ერეკლე მეორის ძალიან თხოვდნენ ხშირად იმერეთიდან გლეხები გამორბოდნენ მაგალითად და ზოგიერთ შემთხვევაში ცდილობების მიუხედავად რომ დაებრუნებინათ უკან, მაინც ვერ ხდებოდა მათ დაბრუნება და ცდილობდნენ როგორღაც დამკვიდრებულიყო ქართლში, კახეთში, უბრალოდ იმიტომ რომ იქით ამ ხარე უფრო შევსებული იყო მოსახლეობები და აქეთ არის სარიელი ადგილი და დამკვიდრდიყო რაგიშვილის ხელს. მაგრამ ეს უკვე რომ იმ პირობებში როცა ორი დამოკიდებული პოლიტიკური სუბიექტია, ეს იმერეთის მეფისთვის ნიშნავს იმას, რომ შემოსავლის უმთავრეს წყაროს, ანუ ადამიანებს, ყმაგლეხებს კარგავს. ჩვენ თუ წარმოვიდგენთ, რომ აი ამ კუთხით იყო ძალიან ცუდი ჩვენთვის ეს დაშლილობა. ჩვენ თუ წარმოვიდგენთ იმ ვითარებას, როცა საქართველოს ერთიანი პოლიტიკური სუბიექტი იქნებოდა, თეორიაში დაუშვებთ ამას. ეს მათ შორის განაპირობებდა იმასაც, რომ ქართლ-კახეთის მთელი რიგი არეალები, რომელიც ძალიან დაზარალდა მე-16-18 საუკუნეებში და მერე ან ვერ შეივსო საერთოდ მოსახლეობით, ან სხვა ეთნიკური ელემენტებით შეივსო, თავისუფლად იყო შესაძლებელი იმისა, რომ მთლიანად როგორც ეთნოს ჩვენ თავისუფლად ქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ შეგვეფსო ეს მაგალითად დასავლეთ საქართველოსდან. მაგრამ ვინაიდან დასავლეთ საქართველოში ამ იმერეთის
დამოუკიდებელი სუბიექტია, სამეგრელო სამთავრო კიდევ ცალკეა, გურის სამთავრო ცალკეა. ამ ხალხის აქეთ გადმოყვანა არის უსიამოვნების ძალიან დიდი საბაბი. და პირდაპირ ეუბნება ერეკლებს, ცალკეულ გლეხებს თუ ასე შემდეგ, რომ იცი რა ვერ მიგიღებთ, იმიტომ ვერ გავანაწყენებ იმერიც მეფეს, იმიტომ რომ ეს იმისთვის ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა. აი ამის შედეგი იყო მაგალითად ის, რომ აი ჩვენ ახლა ახსენეთ აი ჭარბელაქანი ვახსენეთ, ხომ? ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ მაგალითად კახეთმა ძალიან დიდი მოსახლეობა დაკარგა მე-17 საუკუნეში და მე დაიწყო მის ნელ-ნელა შევსება ხელახლა. საიდან შევსო? თუშეთი, ფშავი ხევსურეთი, აი ამ მთიანი რეგიონებიდან ძირითადად და ქართლიდანაც გარკვეულწილად. მაგრამ ამისი რესურსი იყო შეზღუდული, მცირე და ამიტომ როცა შეივსო, ხო, აი შიდა კახეთი რაღაცა ერთწუთიანის ხარაშო წავიდეთ, აი სიონის მიმართულებით, ხო, რაც საბადური ძალიან კიდევ პოპულარული ის არის სურათების გადასაღები ადგილი, ხო? იმ რეგიონში გავიდეთ, ეს არის ისტორიულად კახეთის ნაწილი, მაგრამ მკვიდრი მოსახლეობა ეხლა ვინც არის იქ უმეტესობა არის ან ფშავიდან ან ხევსურეთიდან წარმოშობით, იმიტომ რომ დაცარიელდა ადგილი და შეივსო მთიდან ჩამოწოლილი მოსახლეობით. იგივე შიდა კახეთშიც ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ შეიძლება ეთნოგრაფიულად თავს კახელებს მიაკუთვნოს, მაგრამ გადმოცემა აქვს, რომ აქვს ჩამოსულია მთიდან ასე შემდეგ. ისეც გვარებზეც ეთყობათ, კი ბატონო და ეს შეივსო ამით, მაგრამ კახეთის ყველაზე უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე რეგიონი რაც იყო, ისტორიული ელისენი, ტაკელისენი, რასაც ერქვა და დღესაც საინგილოს ვეძახით და ჰერეთს მე მგონი ფლაცოდ არ ვეძახით, რომ ჰერეთი უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავდა და მარტო მაგას არქიზიყიც ჰერეთი იყო და კიდე შიდა კახეთის ნაწილიც. მაგრამ იქ ეს რესურსი უბრალოდ ვერ გაწვდა და ის რეგიონი იქ დარჩენილი თუ რამდენიმე ქართული სოფელი გადარჩა და დანარჩენი ის რეგიონი შეივსო ახლო მდებარე დაღესტნიდან ჩამოსული მოსახლეობით. ამან გამოიწვია ეთნიკური სურათის მცდელობა და ერთ საუკუნის მერე პოლიტიკურადაც დაიკარგა ეს ტერიტორია კახეთის შემადგენლობიდან გავიდა და ჩამოყალიბდა ჭარბელაქნის თემები. იგივე შიდა ქართლის მთიანი ნაწილი რაც არის იქიდან მოსახლეობა წამოვიდა ბარისკენ, როცა დაინახავთ დაზარალდა რეგიონი, მაგრამ მთიანი ნაწილი შეივსო, ვთქვათ, მეზობელი, ვთქვათ, ეთნიკურად ოსებით დასახლებული ზონებიდან, ხო? დასავლეთ საქართველოში ამ დროს არსებობდა რესურსი, ყველა რესურსი რომ შევსებულიყო აღმოსავლეთ, მაგრამ ვინაიდან ეს ცალკე პოლიტიკური სუბიექტი იყო, ცალკე მთავარი ყავდა, ცალკე მეფე ყავდა, ეს უკვე მათთან დაპირისპირებასაც შესაძლოა ნიშნავდა და მათთან გარკვეულწილად კონფრონტაციასაც ნიშნავდა. ანუ გარკვეულწილად აი ამ დაშლობამ ამ კუთხით იმოქმედა ძალიან ცუდად. თუმცა მთლიანობაში მაინც მე-18 საუკუნის ბოლოს ჩვენი მოსახლეობა დღევანდელი საქართველოს მოსახლეობას თუ ავიღებთ ფარგლებში არის დაახლოებით 750,000-800,000. აქედან ერთ გარემოებაზეც შევაჩერებ შენ ყურადღებას ეთნიკური ჩაშლა არის ძალიან საინტერესო, ხო? ხა ზუსტ მონაცემებს ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ არის ერთ საინტერესო გარემოება, რომ ამ მოსახლეობიდან სხვადასხვა ავტორების გათვლით და მე მგონი ამაში ძალიან ახლოსში არიან ჭეშმარიტებასთან, ყველაზე მცირე შეფასებით 620,000 და ყველაზე მეტით 670,000 უნდა ყოფილიყო ეთნიკურად ქართველი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინდელი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიას, აი რაც საზღვრებში არის საერთაშორისო აღიარებული საქართველო თუ ავიღებთ, აქ ცხოვრობენ ადამიანების დაახლოებით 78-80% უნდა ყოფილიყო ეთნიკურად ქართველი. დაახლოებით 800,000-მდე მოსახლეობა და დაახლოებით 780,000-დან 800,000 და აქედან დაახლოებით 78-80% ეთნიკურად ქართველი. 80-მდე, აი 4/5, ესე უხეშად რო ვთქვათ. არის ძალიან საინტერესო რა. მე-19 საუკუნეში მართლაც ქართული მოსახლეობა გაიზარდა და საუკუნის ბოლოს მიაღწია 1,350,000 დაახლოებით 1,400,000-მდე მეტს არ მიუღწევია. სხვათა შორის რუსული პროპაგანდა ზოგჯერ წერს, რომ 70,000 ვიყავი, ზოგან 200,000 წერს, ერთმა რუსმა ისტორიკოსმა 190,000 გვიბოძა, ასე ვთქვათ, ეს აბსურდია, მაქედან 1,500,000-მდეც და არ ხდება 100 წელიწადში, კიდეც მე-19 საუკუნე იყოს. დაახლოებით 650,000 აი ამ შუალედში იყო ქართული მოსახლეობა, ხო, მე-18 საუკუნის ბოლოს. მაგრამ ერთ გარემოებას ივიწყებს აი ამ ნარატივის გამტარებელი და როგორც წესი ესეთი ხალხი, ვინც ამ ნარატივს ატარებს აი რუსეთთან გადავარჩინა, არიან უფრო ეთნონაციონალისტურად განწყობილი ხალხი მოიხსენება, ხო, რაღაცა ქართული და ასე შემდეგ, რაღაცა ძალიან ბევრი ყალბიღირებულების გამტარებლების კიდევ. უბრალოდ ყოველ მომდევნო ჯერზე და აი ამის გადამოწმება ძალიან მარტივად შეიძლება. ქართველების ხვედრითი წილი იმ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიის მასში თბილისის და ქუთაისის გუბერნიები იყო, ყოველ მომდევნო ჯერზე იქნებოდა კამერალური აღწერა, იქნებოდა თუ რაღაც რეგიონული კავკასიის რეგიონში ჩატარებული აღწერა, თუ მე უკვე საერთო იმპერიული აღწერა, რომელიც 1897 წელს ჩატარდა. ყოველ მომდევნო ჯერზე ქართველების ხვედრითი წილი აი ამ ტერიტორიაზეც მე დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკა ჩამოყალიბდა და კლებულობდა. ისე რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოვიდა 80-დან დაახლოებით 79-70%-ზე. და კიდევ უფრო გაუარესდა ვითარება საბჭოთა პერიოდში სტალინისტური რეჟიმის დროს, როდესაც ეს მაჩვენებელი საერთოდ 61%-ზე ჩამოვიდა საერთოდ. ანუ რა თქმა უნდა, ზრდა იყო ქართველების, მაგრამ იზრდებოდა სხვა ეთნიკური ჯგუფების რაოდენობაც საქართველოში და გარდა ამისა, იმპერია ასახლებდა აქ მოსახლეობასაც და ქართული მოსახლეობის ზრდა
ვერ ეწეოდა ამას. ერთი მხრივ ჩვენ ის უმცირესობები რაც ყოფილა ისინიც მატულობდნენ და გარდა ამისა ახალი მოსახლეობაც მოდიოდა და ამას ვერ აკომპენსირებდა ქართველების მატება. ამას რატომღაც არ ითვალისწინებენ და სხვათა შორის დღეს მე ის ტრაგიკული მოვლენები რაც გამითარდა ეთნიკური კონფლიქტები იქნება თუ სხვა რამ ამაში აი ამ საქართველოს ეთნიკური რუკის ძალიან აჭრელებას რაც მოხდა მე-19-20 საუკუნეებში აქვს თავისი როლი. რა თქმა უნდა, მე არ ვიტყოდი რომ ეს ერთ-ერთი გარემოებაა, მაგრამ აქვს ხომ თავისი გავლენა და ამასაც არ იხსენებენ, თუმცა არადა ეს ფაქტი ხდებოდა. კი. ეს ძალიან საინტერესოა და იმავე სტალინის დროს მიაღწია მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, აგერ ნებისმიერ ჩვენს მაყურებელს შეუძლია გადაამოწმოს სოციალურ ქსელებშიც ძალიან მარტივადმოსაძიებელი ინფორმაცია, არასოდეს მანამდე და არასოდეს მას შემდეგ საქართველოს თანამედროვე ტერიტორიაზე ქართველების ხოდერთი წილი არ ყოფილა ისეთი მცირე, როგორიც იყო სტალინის მმართველობის დროს 1929 წლის აღწერის მიხედვით. ეს აქ მეორე მსოფლიო ომიც არ არის ჯერ დაწყებული, რომ აი ამით გამართლესო ძალიან ბევრი დაიღუპა. არა, იქამდე 1929 წლის აღწერას თუ შეხედავთ, ნახავთ რომ ქართველების ხოდერთი წილი დაეცა 61%-მდე საქართველოს ტერიტორიაზე. როდესაც თქვით 1800-იანი წლებიდან ეს დაიწყო თითქმის 80%-დან. ანუ ვარდნა არის ძალიან დიდი. სხვათა შორის სტალინის მმართველობის დასრულების შემდგომ დაიწყო აღმასვლა ისევ და 70%-ზე იყო, როცა საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა არსებობა. მაინც მოსახლეობის რაოდენობა ქართველებისაც მიუხედავად იმისა, რომ პროპორცია ხო პროპორციულად იკლებს, მაინც მოსახლეობის რაოდენობა შედარებით მატულობს, რა თქმა უნდა. მატულობს რა. რაც ახლა გამოწვეული ბუნებრივია არის არა მარტო რამე პოლიტიკით და მიდგომით, არამედ უბრალოდ იმ ტენდენციით, რაც სოფლიო ტენდენცია არსებობს ამ შემთხვევაში და ჩვენთან უბრალოდ ეს ტენდენციის მიწერა ხდება მერე კონკრეტულ რაღაცა მოვლენებზე ან ფიგურებზე ამ შემთხვევაში და შესაბამისად ეს იწვევს ამას და ჩემს და თავარი პრობლემა ჩვენთან არის ხოლმე აი შედარებითი მსჯელობის ნაკლებობა ზოგადად რა. ანუ ყველაფერი ხდება ძალიან ვიწრო ჩაკეტილი ერთ ნაჭუჭში, რომელშიც არის საქართველოს მოთავსებული და იმის იქით რა ხდება, აი ამაზე დაკვირვება ნაკლებად არის, არა და ეს არის ძირითადი ფაქტორი ზოგადად ისტორიული მეცნიერებისა, ხო? იმიტომ რომ შედარებითი კვლევა ყველა ეპოქაში გვაძლევს ყველაფერი უნდა დავინახოთ კონტექსტში, ხო? ამიტომაც არის რომ მაგალითად მე სტუდენტებს ვასწავლი წიგნით, რომელსაც ქვია ქართველები და გარესამყარო. იმიტომ რომ მინდა რომ იმასთან ერთად რა ხდება რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენა, ის იცოდნენ რომ მე წარმოვიდგინოთ საქართველოს იქ რას აკეთებს, ანუ რა საქმიანობს. ეს ქვეყანა ხო ცალკე ჰაერში არ არის ჩამოკიდებული, ხო? ეს არის იქ, სადაც ის სხვებიც არიან ამ შემთხვევაში გარშემო. ამიტომაც ყველაფერი ამასთან დაკავშირებით უნდა ჩვენ ძალიან დეტალურად გვესმოდეს. აი მაგალითად ახლა ბოლოსთვის მე შევაჩერებდი ერთი საკითხი და შეგვიძლია დავამთავროთ ამით, რომ აი აინტერესებს ვინმეს რომ წაიკითხოს რამე საქართველოს დემოგრაფიაზე, ქართულ ენაზე, რა შეიძლება რომ წაიკითხოს? ხო, ეს საინტერესო პრობლემური საკითხი შეეხე. არსებობს როგორც აღნიშნე ლიტერატურა, საბჭოთა პერიოდში იყვნენ ცნობილი ქართველი მკვლევარები, მოგითხრათ კონსტანტინე ანთაძე იყო, ვახტანგ ჯავაშვილი იყო, ძალიან კიდევ უფრო მანამდე ესეთ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები და სხვათა შორის მაინც აი ეს განათლება რომელიც ჰქონდა მას ძალიან ფართო მიღებული, აქაც არის სარგის კაკაბაძესაც აქვს ძალიან საინტერესო დაკვირვებები აქვს სხვათა შორის ამ თემაზე გაკეთებული. ეს არა ცალკე რაღაც კვლევად, მაგრამ სტატიებად აქვს გაკეთებული და კარგია. გარდა ამისა, თანამედროვე პერიოდში არის უკვე 90-იან 2010-იან წლებში გამართული მოვლენებზეც არის გარკვეული კვლევები, უბრალოდ იმ კვლევებსაც მანამდელი არის აი საბჭოთა პერიოდის რაც არის, ხო? გარკვეულწილად ამას ჭირდება ერთგვარი დაცენზურება ადამიანის მიერ საკუთარ გონებაში, რომ აქ მაინც აი ამ საბჭოთა იძულებული იყვნენ აკეთოს აი ამ საბჭოთა სისტემის გარკვეული ხარკი გადაეხადათ, რომ ეთქვათ, რომ იმიტომ რომ აი როცა მოყავს მაგალითად ეს რიცხვი ახსენებს, როგორც აი ამდენი და ამდენია, ხო, ქართველების რაოდენობა და ნუ ეს მე ჩანს რომ თითქოს აი რა განადგურების პირასვართ, მაგრამ თვითონ იქვე მოყავს სხვა რიცხვები, რაც ადასტურებს, რომ პრინციპში პროპორციულად ეს არ არის განადგურების მაჩვენებელი. უბრალოდ ის ნარატივი სჭირდება. ნარატივი სჭირდება, შესაძლოა იქ უნდა ახსენოს ვიღაც, ანუ იმ ნაშრომებს აკითხოთ შეიძლება უბრალოდ უნდა გაფილტრო ადამიანმა გონებაში როგორც ნებისმიერი ისტორიული წყაროც კი რაც არის კი ბატონო გვესმოდეს რა პერიოდში მოაწევდნენ და ანუ გარკვეულწილად უწევდათ რა ანგარიშსაც თუმცა მეცნიერული კუთხით წმინდად გათვლებსაც შეეხება და ძალიან საინტერესო დაკვირვებებს ეს ფენა იქნება საქართველოს მოსახლეობის ფენები იქნება თუ სხვა ძალიან საინტერესო დაკვირვებები ძალიან ჩვენ უფრო გვაკლია მე ვიტყოდი აი მსოფლიო დემოგრაფიული ისტორიის და კონტექსტის ცოდნა. არის ძალიან საინტერესო კვლევები, რაც ვახსენეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის დასაწყისში, ხო? ქართულად არც ერთი არ არის უბრალოდ. და ეს არის ძალიან დიდი ნაკლი, იმიტომ რომ აი რომელიმე მათგანი რომ ითარგმნოს ქართულად, ან თუნდაც შემოკლებლად გაკეთდეს რაღაც კონსპექტების სახით, ესეც უკვე მისცემდა ძალიან
დიდ ინსპირაციას, აი, ამ საკითხით დაინტერესებულებს ინას სტუდენტებს, ხომ? იმიტომ რომ კონტექსტში დაინახავს ყველაფერს, ხომ? იმიტომ რომ როცა აი იგივე ჩვენ ქვეყანას დავუბრუნდეთ, ამ თემით განსაკუთრებით აი ძალიან ცუდად მანიპულირებენ და მე პირადად ეს ხდება ყველაზე მეტად Google-ზე, იმიტომ რომ როცა ხედავ რომ კი ბატონო ჩვენ რაღაც პრობლემები გვაქვს, მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოში მე-19 საუკუნის თავს, მაგრამ დასავლეთი არის ძალიან მჭიდრო დასახლებული. კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო დასახლებული მხარე. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს რესურსი და ჩვენი რიცხოვნობაც პრინციპში იმავე მე-19 საუკუნის მე-20 საუკუნეების პრინციპში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნოსი ვიყავით იმავე კავკასიაში, ხომ? და მე-19 საუკუნის ამდესაც ასე იყო. უფრო მეტი საქართველოს დიდი არის მაგალითად აზერბაიჯანი, ტერიტორიულად ვიცი, საქართველოს დიდი სახელმწიფო არის აზერბაიჯანი და მთიანი ზონებიც ნაკლები არის იქ უფრო, ხო? მისი მოსახლეობა ის აზერბაიჯანის სახანოების მოსახლეობა რო შევაერთოთ ერთად შევკრიბოთ მე-19 საუკუნის დამდეგს, ის რაღაც განსხვავებულ მაჩვენებელს რაც საქართველოში იყო არ მოგცემს. ანუ ეს ამით რის თქვა მსურს, ამით იმის თქვა მინდა რომ ზოგადად კავკასიაში რა ვითარებაც იყო, იქ მის შესაბამისობაში ვიყავით მეტნაკლებად და ზოგიერთ რეგიონში ძალიან მჭიდროდაც ვიყავით პირიქით წარმოდგენილი. მაგალითად აი ჩვენი მეზობელი სომხები ძალიან სულ მდგომარეობაში იყვნენ კავკასიაში ობიექტურად, იმიტომ რომ მათი რიცხვი ძალიან შემცირებული იყო და უფრო ოსმალეთში იყვნენ და მე რუსეთის იმპერიამ ნამდვილად ხელი შეუწყო იმას, რომ გადმოსახლებული დაბრუნებულიყვნენ სომხეთის ოკრუგით შეიქმნა და მათ შორის თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე. კი ბატონო, სომხეთის ოლქით შეიქმნა, იგივე ერევნის სახანოს და ნახიჩევანის სახანოების ტერიტორიაზე, შემდგომ სომხური ტერიტორიაც ჩამოყალიბდა ერთგვარად ეთნიკური განსახლების არეალი, ასე ვთქვათ და კი ბატონო დამკვიდრდნენ ხელახლა. ამაში აქვს წვლილი რუსეთის იმპერიას, თუმცა ახაც თავის ინტერესად მოქმედებდა არა, იმიტომ რომ ვიღაცაზე ზრუნავდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხა მოსაყვანიც არ საიდან იყო ქართველი, საიდან უნდა მოეყვანა. ეგ ისეც ეგრეა, ყველა ან ხო არასებობენ მეგობრები, არსებობენ მხოლოდ პროფიტი ინტერესები, კი ბატონო და ამის გამოყენება ხდება ძალიან ცუდად და გაშუქებაც ისე ხდება, რომ თითქოს კი გამარტივებული იდეოლოგიური აქმა არის და არა როდესაც აი ამ რიცხვებს ყოველთვის ხო სტუდენტებსაც ამას ურჩევ რომ შეხედონ კონტექსტში. დაინახონ კონტექსტში და ეს კონტექსტი ბევრ რაღაცას ეტყვით. ეს კონკრეტული რიცხვიც იქნება 5 მილიონის თუ 700.000, რაღაც კონტექსტში შეიძლება 5 მილიონი ცოტა იყოს და 600.000 ბევრი იყოს, გააჩნია რომელი ისტორიულ პერიოდზე ვლაპარაკობთ. ნამდვილად. ძალიან საინტერესო საუბარი იყო ჩემი აზრით და მე მგონია რომ აკლდა ეს თემა. პოდკასტ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად გავაჟღერებდით ხოლმე ერთ ეპიზოდად, ესე აქამდე არ ჩაგვიწერია და იმედი მაქვს, რომ დაუბრუნდებით შემდგომში კიდევ ამ თემას. არა მარტო ამას, ხოდა შორის, აი იგივე დღეს ბევრი ისეთი თემა ვახსენეთ, როგორც იყო მაგალითად ადამიანის განვითარება სხვადასხვა პერიოდებში, როგორ ანტიკურიდან დღემდე, როგორ შეიცვალა ანგარეგნობა, როგორ შეიცვალა მედიცინის კუთხით, ეს როგორ შეიცვალა კვება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის ყოველდღიურობის ისტორია, ადამიანების ისტორია, რომელიც ჩვენ ძალიან გვაკლია საქართველოში ამ შემთხვევაში ძირითადად ჩვენი ისტორია პოლიტიკური ისტორია არის ხოლმე. ამიტომაც არის რომ ჩვენ გვინდა შემოვიტანოთ ეს ყველაფერი. მithmetes ამ პოლიტიკას ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გარკვეულწილად мотиваცია ამ პოლიტიკური ამა თუ იმ პოლიტიკური ქმედების აქედან დგება, ხო, აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა. არ დაგავიწყდეთ პოდკასტის მოწონება და გამოწერა და მომავალ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. დროებით.